ანუ ვერავინ ვერ დააჯერებს იმას, რომ ტირანოზავრექსი מחარა ფუ პოდკასტიდან ხერხები თვითონვე საკონტროლებს. ეს ეზოს განათებას მე ეზოდან მოხსენი თავს მათკიებს, ამან გააკანა ვიდეოში დამიდო ბიჭო. აი ხა ეს მუსიკა ხო აკონტროლებს ამ TikTokerებს. არ მინდა არავის თან და ეგრევე იწყებენ ცეკვას. ხო, გაჩერდი. ადრესაც სოციალს იყო ეგეც არ მეგონა. ამ ვიდეოში შეიძლება გააკეთე, ელემენტარული ცოტა სხვანაირად გააკეთებინა. ამ ვიდეოს ქონდა შანსი, რომ 100,000 ნახვაზე ასულიყო და კიდევ უფრო მეძე რა. რა მაგრამ მოვიდექით. აი თუნდაც არა. ბიჭო, არ მოდი. ამ საიტში რატო ვარსო? არა, ძმაო რა. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენი მენტორი იქნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ისევ და ისევ კრეატორი, სადაც ვეძიეთ და უკვე 5 ვეძიეთ კრეატორი. ძალიან ბევრი ვეძიეთ იყო და რამით რო გამომიყავ მდგომარეობიდან. ამ ახალ ეპიზოდში ჩვენმა მონაწილეებმა ძალიან კარგად გაართვეს დავალებას თავი, რთული დავალება იყო, რაღაც შემეცნებითი სტილის ვიდეო უნდა გადაიღოთ. ეს ძალიან რთული გამოწვევა მართლა და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მონაწილეები პერსონალურად არ აღიქვამენ ჩვენ ძალიან კრიტიკულ შეფასებებს. მაგრამ დღეს ძალიან კრიტიკულები ვიქნებ, ჰიტასგან განსხვავებით, იმიტომ რომ ჩვენ სფეროში არიან, მაგრამ ჩვენ გარედან შევაფასებთ. ჩვენი მონაწილეები ამ ურთიერთობის პერიოდში ძალიან შეგვიყვარდა, თქვენც ძალიან შეგიყვარდათ და თითოეული ადამიანი, ვინც დატოვეს პროექტს, ძალიან მტკივნეულია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც. მძიმეა. განსაკუთრებით წინა ეპიზოდში იყო ეგ. დანიელი რატო გაუშვდა, მინდა გამოეხმაურო ამას, დანიელი იმიტომ გაუშვდა, რომ მეგობრებო, ფული არ ჩაურიცხია. კიდევ 4 ადამიანი წავა და ერთი დარჩება. ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო ყველას დატოვება. მე რომ მდომოდა, საეჭო კრეატორი რო ხმოდა ამ გადაცემას, აუცილებლად ყველა დარჩებოდა. თუმცა ეს არის კონკურსი და კონკურსში უნდა გავიგოთ ვინ მეიგო. ნახოთ ახლა საგანმანათლებლო ტურს როგორ გაართვეს თავი ჩვენ მონაწილეებმა. მოდით, ნახოთ ახლა, აი მოდით, ეს სიტყვა მჭირდება რა კადრში. მოდით. არა. მოდით სადეპატიჟები კაცო. გააგზავნე. მოდით, ნახოთ ახლა, აი ცოტა ტელევიზიურად. გამოიწერეთ. არ გაჩერდეთ YouTube-ში. მოდით. ხოიცა, კარგი, აღარ უნდა ეგ. აი, ხო, ვითიშება ეს მე. გამოიწერეთ, არ გაჩერდეს YouTube არხი, ასევე გამოიწერეთ ჩვენი მონაწილეების თითოეულის YouTube არხი და ვინც უკვე დაგვტოვა, იმათი არხებიც გამოიწერეთ, მაგარი ხალხია ისინიც. და თითო გული დაუწერეთ აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ გულები სჭირდებათ მათ. გულები ყველას ავენია. ხოლო G2G-ს არ სჭირდება, გულები სჭირდებათ. მონაწილეებსაც და გაუსწამეთ გულები. ეხლა კი ნომერ პირველი მონაწილე შემოვა. ეს არის ვერიკო, ველისაპეტისტი ვერიკოი. ძალიან არ უყვარს მას ეს სახელი, თუმცა ხა დაიმკვიდრა. სალამი ვერო, როგორ ახარ? შენ ხარ ოქროს ურდოს მფრობელი, რომელიც დღეს რაც არ უნდა ქულა მიიღოს გადარჩება. ჩემმა გადაღებამ ჩაიერა ცუდად. იმიტომ რომ ცუდად ვიყავი და ჩემს ვიდეოზეც აისახა, ამიტომ კმაყოფილი არ ვარ. ჩვენი დღევანდელი ვიდეო იქნება საგანმანათლებლო. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეეხება ისევ ველოსიპედს. შენ თვითონ ხო არ გვეტყვი რამეს ვიდეოსთან დაკავშირებით? თვით გვემაში ხوار ჩავარდები ცოტა ხანი და გვეტყვი რა არის მინუსი შენი ვიდეოდან. სანამ ჩვენ დავიწყებთ ამას. რატომ მოიფიქრე ეს იდეა, რატო გადაწყვეტე? ან საერთოდ რატომ მოიფიქრე? როგორი პროცესი იყო, გაგვიზიარე, რა გამოწვევები ჰქონდა? კარგი, ვაცალოთ. შენი ვიდეო არის ჩემზეც ცუდი. იდეა ერთი მხრივ კარგია, თუმცა არ იყო ეხლა გადასაღები, უბრალოდ თლიანი კვირის განმავლობაში მოქმედა უქროს ურდო. ცუდად ვიყავი და ანუ ძალიან მიხარია რომ მაგის განწყობა არ გვაინტერესებს. მაგის გამო ვერ გადავიღე კარგი ვიდეო. არ გვაინტერესებს. ურდო გქონდა ხო როგორც ვიცი? არა, სიცხე მქონდა. სიცხე ნორმალურია. ძალიან ცუდად ვიყავი მართლა. კონკრეტულად რა შეცდომები დაუშვი ეგ შეიძლება? შეიძლება შუბლიტუჩები და გადოს სიცხე რო ნახო რა. პირველი იდეა მგონია რომ უფრო მასობრივი იდეა უფრო კარგი იქნებოდა ვიდრე ძალიან კონკრეტული. ეხლა მაგალითად დაიდება კიდე ერთი ვიდეო რომელიც ძალიან საინტერესოა. პროექტის გარეთ დადებ ვიდეოს, ანუ მთელი ენერგია იქ დახარჯე და ამ პროექტში ვერ ხვდები ვერიკო რა ხდება. არა, ეგ ვიდეოში მანამდე გადაღებულია, მაგრამ რაღაცები დავამატე და კარგი გამოვიდა. მამალი მარინა ბერიძე გვეტყვის ახლა შეგეძლო ეს სიტუაციას. მე გოჩა ვარ. თამნეილის შეაფასე ვარ. ეს ეგივე არ არის. თამბლეზე ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა სხვათა შორის. ჩემი გაკეთებული არ არის. საზიზღრობაა. მოდი მარინა ბერიძის როლს შევაფიქრდაპირ და თამბნელი არის ცუდი. ჯერ შენ ცნობილი ადამიანი არ ხარ და შენ არხზე ვიღაც რენდომ ადამიანი ჩანს და ამბობს რომ აღარასდროს გავყვები ვერიკოს. მისტერ ბისტის კი, რომელიც ესეთი ლეგენდარული ცნობილი ადამიანი. საცულო საკითხია მან, ლეგენდარული თუ არა. თავის ვიდეოებზე როცა მონაწილეებს აჯიბრებს, თუნდაც რაღაც ცეცხლში ჩავარდნა და ეგეთი რაღაცები რა ხდება. თვითონ არ მონაწილეობს, მაგრამ თავისი თამბია და თვითონ არის ცეცხლში ჩავარდნილი რა.
შენ არც მნიშვნელოვანია რომ შენი სახე ჩანდეს მინიმუმ 50% მაინც ანუ მაგალითად რო ყოფილიყო შენი სახე ცოტა ისეთი ბოროტული და ამ გოგონას სახე ცოტა შეშინებული ხო ხვდები რომ არასდროს გავყვები ანუ მაინტერესებს რა გაუჩალიჩა ვერიკომ რა გააკეთა ყვითელი ფონი მესმის უკან ფონტი ძალიან კარგია მე ძალიან მომწონს ეს ფონტი იდეალურია ფერებიც კარგია მაგრამ ერთიანობაში არ არის კარგი დღეს მაგარი მენტორი ყავთ რომელიც თამბებშიც მაგრად დაგამუშავებთ და მგონია რომ მაგრად აგგუსტავთ მაგ გზაზეც მაგარი სადაო საკითხია ისევ ეს თამბი მეორე თამბიც მქონდასაც მეც ვიყავი მაგრამ კარგად არ ჩაჯდა და ვიფიქრე რომ ჯობდა უბრალოდ ანა დამეტოვებინა ამ ვიდეოში შენ რაც გააკეთე ელემენტარული რომ ცოტა სხვანაირად გააკეთებინა ამ ვიდეოს ქონდა შანსი რომ 100,000 ნახვაზე ასულიყო და კიდევ უფრო მეძე რა მიდიხარ გორში საკატლეტეში ხო გორის კატლეტი არის ძალიან ვიწრო ბილიკზე გადიხარ მოიცა შენ არის აქტიურო არ ვაქტიურ პროსტა გორს ვახსენებ და კატლეტი ძალიან ვიწრო ბილიკია და ვაკეთ პირიქით ვაშლია კლიენტადასო იდეალური გორის კატლეტი არის ისეთივე ცნობილი და გამიმული და საინტერესო როგორც არის ბიკენდიას ქაბაბი ან დიდუბის სასოსის რაღაცა იგივე ხო და ნახე პირველი წინადადება რო ყოფილიყო ესეთი რომ გორის კატლეტის გასასინჯად მივდივართ ველოსიპედით და უნდა გავიარო 75 კილომეტრი და თამნელი და სათაურიც ამაზე ყოფილიყო მორგებული შემდეგ ეს საგანმანათლებლო თემა რაც არის ამას ისე გააკეთებდი უბრალოდ იმ მოტივით შემოიყვანდი და თან ვიდეოში ისედაც მაგას აკეთებ, ანუ 75 კილომეტრს მიდიხარ, რომ აი მე ჭამ რა, კარგად. ჩემთვის კარგი იქნება 75 კილომეტრს, იმიტომ თუ გავივლი რომ სტალინის სახუზეომი გენახა. რაღაცას თუ მოდიფიკაციას გავუკეთებდი, ვიდეოს გავაირალების შანსი იყო, რავი, 1-2 ჯერ მეტი. მე უფრო დაინტერესებდი ადამიანებს, რომ შესულიყვნენ. ანუ არ არის აუცილებელი საგანმანათლებლო ვიდეოს დროს მართლა ბოლომდე განათლებას ეწევოდე რა. შეიძლება რაღაც A-ფლოთი რაღაცა გქონდეს თავარი გამოწვევა და მანდ ჩაყარო შენი საგანმანათლებლო რაღაცეები რა. ანუ თავარი ხაზი კონდეს რაღაც ნებისმიერი თორე ნებისმიერ რაღაცა მოგზაური იუთუბერი იქნება თუ ვიღაცა მჯდომარე იუთუბერი თუ რაღაცა იდეაში ზოგჯერ განათლებას ეწევა და ესე ყრის რაღაცების თავის მომენტში. A-ფლოტი არის ეს თავარი ნარატივი რომელიც მიყვება ვიდეოს. ამ შემთხვევაში A-ფლოტი იქნებოდა მე მივდივარ გორამდე რომ კატლეტი მჭამო. B-ფლოტი იქნებოდა რომ მე შენ გასწავლი როგორ უნდა მოემზადო ველოსიპედით ტარების დროს რა. ამ თავარი ნარატივი და ქვემოთ რაც მიყვება რა. და თან არის იცი განათლების თავარი მუღამი არის იმაში რომ ესე შენ რო ამბობ რომ დავუშვათ მე ამ ვიდეოში რაღაც ტუტორიალს გაჩვენებთ ეგ არ არის დაკლიკებადი და საინტერესო ესე. შენ რაღაცა საინტერესო სხვა უნდა მოიფიქრო რომ მე მართლა ღირებული რაც არის, ეგ ისე ხიარულებაში ასწავლო ადამიანს, რომ თითქოს იმასაც არ უნდა და ესე თავიდან ბოლომდე რა. მანდ არის მაგის გენიოსობა, მაგრამ ეგ ძალიან ისეთი მაღალი ლეველია, რასაც ეხლა ადამიანს პირველ ვიდეოში მაგას ვერ მოთხოვდა. უბრალოდ ანუ შენ რაც გააკეთე ამ ვიდეოში, ძალიან დიდი ჰაიპის შანსი ქონდა, პატარა რაღაცით ამის თქვა მინდოდა რა. მაგალითად გოტას აქვს ეგეთი ვიდეო, რომ ვეძებ 100 განსხვავებულ ცხოველს. გოტას ეგ იდეა აქვს, თავარი იდეა, რომ ეს 100 განსხვავებული ცხოველი იპოვოს, მაგრამ ეს ვიდეო თან საგანმანათლებლო, იმიტომ რომ ამ ცხოველების შესახებ ძალიან ბევრ რაღაცას ყვება, ინფორმაციებს ყვება, არიან როგორ არიან უკანასკნელი ცხოველი და ასე შემდეგ და არ დამჯდარა და არ თქვა რომ მოდი მოგიყვებით პირველი ეს კენგურუ ესე შვება ის ანუ თავისი გამოწვევა აჩვენა მაყურებელი დაინტერესა წაიყვანა და მე ჩაყარა ეს საინფორმაციო რაღაცები და აი მაგ კუთხით თუ შეხედავ ვერად უფრო მეტ მასშტაბს მიიღებ რა ვიდეოში მქონდა დამატებით ნაწილებზე და რაღაცებზე საუბარი რა რაც მიგვაქვს ხოლმე ველოტურიზმს მაგაზე ვიფიქრე რომ აი თქვა გზაში რომ საბურავი გამისკდეს და მოდი შევაკეთო და მე მაგ დროს ვეწყო რომ აი ხო და არ მინდოდა ეგ რომ გამეკეთებინა და რადგან რაც გასკდა აი ყველაზე რთული გზა აი იდეებიდან არის შეხომა ყველაზე რთული რაც ყველაზე ძალიან გიზარება აუ იმას რა გააკეთებს და ყოველთვის გააკეთებს იმიტომ რომ რაღაცებს ეთყობა ხოლმე მე რომ რაღაცები ჩეჩებულია ეს სიტყვა როგორ არ უნდა დადგა მაგრამ შენ შეგიძლია მაყურებელს არ მოატყუო და წინასწარ იმაიმუნო და თქვა რომ ეხლა მოდი ჩავასობ რაღაცა ძალით და აი რა მომივიდო და ეს რომ მომხდარიყო ეგ თქვა და მაგ დროს გულწრფელი ხარ მაყურებელთან და შენ ხელმურად შეიქმნე ეგ გამოწვევა იმიტომ რომ მაგ გამოწვევის გადაჭრა გინდა რა მაგრამ მაყურებელი არ უნდა მოატყუო რომ ეს რაღაც შემთხვევით მოხდა და ეგეთი რაღაცა იმიტომ რომ ეთყობა მაგას ყოველთვის არა მაგით ვერ გავაკეთე და ჩვენი მაყურებელი გახდა გაიზარდა ჩვენთან ერთად და უფრო მეტად ბრძენია და უფრო მეტად ამჩნევს ეგეთ რაღაცებს აი თითქოს დეტექტორები აქვს სადაც ეგ აი ყალბი მორჩა რა ყალბების დრო დამთავრდა ეხლა ეს რეალობის დრო ამ რეალობაში შენ კარგად მოდიოდი, თუმცა ეს იყო ჩავარდნილი ვიდეო. ეხლა ჩვენ დავწერთ ქულებს, მაგრამ შენ ნებისმიერ შემთხვევაში ოქროს ურდო გადაგარჩენს. ხარისხზე საუბრობთ და ხარისხი საკმაოდ დაბალი აქვს და მაგას გამოვასწორებ, უბრალოდ მართალი არ ჩავდე მაგაში დრო, ვერ ჩავდე მაგაში დრო, რომ მაგაზე მემუშავდა ხარისხზე. ხაფქათით ანუ ეგ ცალკე სიგიჟია რა. ნობელის პრემია თუ როდის მიქრა მონტაჟში, ეკუთვნის ვერიკოს, იმიტომ რომ ხაფქათით YouTube ვიდეოს მონტაჟი ნიშნავს, რომ სახლი ააშენო ნერწყვით.
ყველაფერი ჭედავს და აი მაგალითად პრემიერში რომ იწევდა ხოლმე 1-3 საათი, აქ მიწევს 6 საათი, რომ მაგითი ვეღარ შეგვაცოდებ თავს, არ გვაინტერესებს. მე ძალიან მიხარია რომ მაგას ხვდები რომ კარგი ვიდეო არ გაქვს, იმიტომ რომ ჭეშმარიტება და განვითარება მოდის მანდ რომ პირველი თვითკრიტიკა და რაღაცეებში უნდა მიხვდე უბრალოდ, ანუ ვირზე არ უნდა შეჭიდე ადამიანი რომ არა მე ეს ზოგადად დამოკიდებულება შეიცვალა შენი ვიდეოს დაგეგმისას ან გადაღების დროს რაიმე შეიცვალა შენში იმ კუთხით რომ სხვანაირად უყურებ ამ პროცესებს. გადაღებაში შეიცვალა, დაგეგმაშიც და მონტაჟშიც. ყველაზე მეტად შეიცვალა მონტაჟში, იმიტომ რომ მანამდე რომ ეგრევე მიყვებოდი ხოლმე ამბავს, ეხლა საერთოდ არ მიყვები ეგრე. ანუ მანამდე არ უყურებდი ხოლმე კადრებს ესე ყველას და მე არ ვფიქრობდი როგორ უნდა გავაკეთო ვიდეო. პირდაპირ მიყვებოდი ხოლმე. და ეხლა ვფიქრობ რომ აი ჯერ ისი თქმა მინდა რა არის ღირებული, მე კადრებს ვნახულობ, რა მაქვს, რა მაკლია და ასე შემდეგ. ანუ ძალიან შეიცვალა, იმიტომ რომ ეხლა რა ვიდეოც უნდა დავდო, ეგეთ ვიდეოს არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ მსგავსი კონტენტი მაქვს გადაღებული, ანუ გაყევი ველოსიპედს, ესეთი მიმდინარეობა გვაქვს და პირველი ვიდეო მაქვს პირდაპირ მიყოლით. და ეხლა მეორე იმდენად მომწონს, იმიტომ რომ საერთოდ სხვანაირია რა, აი ბევრად მიყვება რაღაცა აზრს. რომელსაც არ გავაკეთებდი, რო არა ეს პროექტი. მე მინდა გითხრათ ხალხო, რომ YouTube არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც შენ შეგიძლია შენი შესაძლებლობები ბოლომდე დაამტკიცო. ვინც არ უნდა გავარდეს, როცა არ უნდა გავარდეს, ნებისმიერს არანაირი შემზღუდავი მექანიზმი არ აქვს იმის, რომ სხვა ნებისმიერ სფეროში აი შემზღუდავი მექანიზმები არის. მაგრამ YouTube-ზე თუ აკეთებ ვიდეოს, მაყურებელს იპოვი. თუ აკეთებ სწორად და კარგად ვიდეოს, მაყურებელს იპოვი. აქ ხარ იმისთვის, რომ ექსკილები აკრიფო უბრალოდ რა. არა ყოფილა რავი კრეატორი და კი გავხდით YouTube-ელები. და ჩვენი მიზანი ისაა, რომ ეს ინკუბატორი იყოს უფრო მეტად, აი თუნდაც ეხა ვერიკომ რაც თქვა, რომ მეტი ისწავლონ და წაიღონ და თუნდაც ვერ გაიმარჯვონ. YouTube არის პლატფორმა, სადაც შეიძლება. ეს არ არის TikTok-ი, ეს YouTube-ია. საქართველოში ყველაზე წარმატებული არხისგან წახვიდე და მე მაინც ამოქაჩო. იმენა და უფრო მაგარი გახდე, ბიჭო. ჩემზეა ბო? არა, არა, გაგო რა სისულელია. მოდი დავწეროთ წულები. მადლობა. უფრო ნაკლავს ველოდი, იმიტომ რომ ცუდი ვიდეო. ჩემი 4 ქულა არის, როგორც გამოსაფხიზება, იმიტომ რომ მე ყველაზე ძალიან მაცხენა შენი ვიდეო რა. იმენა იმუნიტეტი რო აქვს ადამიანს, მაშინ აჭერს რა ისე არის. დადი ვერიკოს ველისაპედის კაი, მადლობა. არხის სახელს რაც შეეხება, ველიკოს არ დავარქვე. ეს უეჭელი ვიცი. არ დავარქვე ველოსაპედს და მსგავს რაღაცებს. შეიძლება რაღაცა ვერსიები იყო ვერო და ველო და რაღაცეები და აი მაგაზე ვფიქრობ, მაგრამ ალბათ ისე უფრო ვეროს ველოს დავუძახებ, მაგრამ ვერიკო რომ ქვია, ესეთი მე ყველა ვეროს დამეძახებს და ვეროს მარტო მეგობრები მეძახიან და ცოტა ესეთია. ვეროს ველოს დავარქვევ დიდი ალბათობით. ჩვენი შემდეგი სტუმარია ავატარი ფუტკრების დედა. ამ ვიდეოს ესე დავარქვათ. მოკლედ ორი დავალება არ გავამევიდა. პირველი მოყვა ყველაფერი, დიდი გამოყვა. პირველი ჯერისთვის მინდოდა გადამეღო ინფორმაციული ვიდეო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, თუმცა პოლიციამ არაფრის უფლება არ მომცა ვაფშე და საბოლოოდ კადრების სიმცირის გამო გადავწყვიტე, რომ დავნებებულიყავი ამ თემას დროებით მაინც და სხვა დროისთვის გადავდეთ. რაც შეეხება თვითონ ფუტკრების ვიდეოს, ჩემი აზრით შემეცნებითი იყო. ფუტკრები პატარა არსებები, რომლებიც ერთი შეხედვით თითქოს ჩვეულებრივი მწერებია, მაგრამ სინამდვილეში მათი საზოგადოება ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სისტემაა დედამიწაზე. ამ ვიდეოში გაჩვენებთ ყველაფერს, რაც რამდენიმე დღის წინ თავად აღმოვაჩინე. როგორ ცხოვრობენ ფუტკრები, როგორ თანამშრომლობენ, როგორ ქმნიან სრულყოფილ სისტემას და რატომ არის მათი პატარა სამყარო ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საოცარი საზოგადოება. არ გაიმეოროთ, მიკმინა. ბიჭო, გამოიღე თავზე მაგ ფუტკარი რა მოაჩა. რა ვიდეოებს მიიღებ მე გადახვევი. ნახე, ანუ კაცი რა დაიხვეწა, ანუ იმენა ფოტოალბომი ბავშვობისა. AB ტესტერი კან რომელმა აჯობა? აქეთა. პირველმა? აუ შეშეთქოში უკუღმა რა მოხდა? ყველა მითხრა, სხვათა შორის ყველა მითხრა მეორე, მაგრამ მე მაინც მომწონდა ეს. სადღაც 7-8%. მაგარია 7%. ძალიან დიდი. ვინც არიცით YouTube-ზე არის ეგეთი ფუნქცია, რომ შეგიძლიათ thumbnail დატესტო, რაც გეხმარება იმაში, რომ აღმოაჩინო, რომ შენი თავის და შენი გარემოცვის მიუხედავად რეალურად დატესტო მაყურებელს, რომელი უფრო მოწონს. და ამაში გეხმარება ეს A/B ტესტინგი, შაუშებ ორ thumbnails და რაღაც პროცენტული რაოდენობით, რომელიც გაიმარჯვებს, ის thumbnail-ი რჩება. სწორია. 1%-იც კი ძალიან დიდია. 0.1%-ებიდან სხვადასხვა. მართ რეალურად აფასებს. როგორ აფასებს, ნახე, რომელი thumbnail-იდანაც შემოვიდა მაყურებელი, ის მაყურებელი
მაყურებელი რამდენი ხანი დარჩა ვიდეოზე, მაგას ითვლის. მე პირველზე უფრო შევიდოდი რა. მეც და მაგიტო აჯობა მახელაზე. იმიტომ რომ იქ გონია რომ ხელზე უკმენს. აი ემოცია მაქვს, მოლოდინი მაქვს რომ ნახო რა მოხდა რა. ეს არაფერი თაფლი მოიტანა ბიჭმა ფუტკრებს წაართვა თაფლი არის და აქ ცოტა მეტი აგრესიაა რა. ანუ ეს სკილები გააქვს, კაია. მადლობა. აი, წამოიცი. და შენ შეაფასე შენი ვიდეო. რა მაგრად მაგრამ მოვიფიქრე. თქვენ შეაფასე. აი, ცუდად არა. ბიჭო, არა, მოდი. არა, აფსაიდში მე მეგონა რომ ნერვი მოგიშალა რომ მე არ ვილაპარაკებ, ხო, ამათ თმაო რატო? არა, თმაო რა. აი, ჰანგრიმენები ხო არა ვარ, ჩვენ ჩავუყრათ ხელი. ჩვენ შეცდომას ვაღიარებთ რა, სხვებისგან განსხვავებით. ხიტა სხვათა შორის მაგარი კენწლა ცოტა კენწლა კი არა და ის სკილებია. შენ რო უყურებ, სანჩილის ეგ გადარჩა. შეიცო იმენა მართლა. გაიბღინდა. მე ვიცი მაგას რაც ქვია, მაგრამ არ ვიტყვი. ყველა მაინც ვითარდება. ამომიჭრია. შეაფასე შენი ვიდეო ერთი სიტყვით. დიდად რაც არ მომწონს არის ის რომ ცოტა მოუმზადებელი წავედი, ცოტა მეტი რომ მელაპარაკა იმ გოგოს მაგივრად ედიციო დავამთავრე და გადავხედე, მაშინ მივხვდი რომ სულ ეს გოგო ლაპარაკობს. რა იდეაში მე არ ვიცოდი არაფერი ფუტკრებს, მაგრამ ცოტა რომ მომზადებული ყავი და ხო დავიჯერე რომ შენ ფუტკრებზე იცი რამე. ანუ ცოტა მომზადებული ყავი, შენ იქნებოდი ჟურნალისტი რა. და ეხლა ხარ იუთუბერი, რომელსაც რაღაც თემა გაინტერესებს და შენს იზრდები მაგით რაღაც ინფორმაციებს იღებ და მაყურებელიც იზრდება რა. ეგ არის. ვიდეოში როგორც დაიწყე, ჯერ სხვა იდეა რო სადე და მე სხვა იდეა და მესამე იდეა გადაიღე უკვე, ხო? მე მგონი გითხარით წინა ეპიზოდებში და ეგრე გაითვალისწინე, ძალიან კარგი იყო. ფიქრობ ერთი დავალების შეცვლაზე მანამ დრო. შემდეგი იდეა, რომელიც განვახორციელა, იყო საქართველოს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილების აღმოჩენა და მათი ისტორიის თქვენთვის გაზიარება. იმაშიც გაგიმართლა ცოტა რომ ის გოგო მეფუტკრე ვინც იყო, ძალიან მაგარი ტიპი აღმოჩნდა და ძალიან გაგიხალისა ვიდეო და გაამრავალფეროვნა და ბოლოში იმდენად კარგად მიდიოდა ყველაფერი, რომ ზუსტად 15 და 0.0 გამოვიდა შენი ვიდეო, რომ ჩატეულიყო და თლიანად საყურებლად იდეალური გამოვიდა რა. ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო ვიდეო, რაც გადაგიღია საერთოდ. ასე აღმოჩნდით საგარეჯოს რაიონის სოფელ სარტიჭალაში, ერთ-ერთ უსაყვარლეს ქალბატონთან მარიამთან, რომელმაც უამრავი ინფორმაცია გაგვიზარდა ფუტკრების ცხოვრების შესახებ, რასაც უკვე ვიდეოში თავადაც იხილავთ. შენ გეგონა რომ ფუტკრების გამო გიყურეთ და მე რეალურად გიყურების გამო რომ რა წვალება ჩადე ეგ დამანახე რა, იქ რო წახვედი. თუმცა იქ რაღაც მომენტში იძახი რომ ამ სოფელში საინტერესო ვერ ნახეო, რა ძალიან ცუდია. არა, რატო ომის მუზეუმი ხო ნახე? არა, ერთ-ერთ სოფელზე იძახი რომ აქ საინტერესო ვაფერი ნახეო და შენ არ გინახავს მაგ სოფელში დღეობა როა და 8 ხალხი ერთმანეთს ურტყავს. მაგას საინტერესო არაფერი არის. მართლა ჩემი ოცნება რომ ვიდეო გადავიღო დღეობაში ჩხუბის დროს რა. აუ რა მაგარია ციხიდა. კიდე რა ვიფიქრე? დღეობები ხდება კიდე, არ ვიცი, დიდი ხანი არა. იქნება ბიჭო, როგორ არის? დღეობა რა არის? სოფელი დღეობა. და სოფელში არის დღეობა, მაგალითად აი გიორგობას არის მთელი სოფელი კეიფობს და მოდიან მეზობელი სოფლები, იმის გამო რომ ესენი იცემონ. გორში ყველა ვიცით ეგ. და მე იმ სოფელშია დღეობა და ესენი მიდიან რომ ესენი იცემონ. ანუ ბალანსია, სამყაროს ბალანსი გორში გვაქვს იდეალურად მეგობრებო. შენ არა, ეს საცემრად არ მიდიან, საქეფო და მე როთრებიან. არა, როგორ მე ექსეფალა. მოკლედ მე მაგის გამო რომ იმდენი შრომის მიუხედავად არ დანებდი და ისევ გააგრძელე რა. მიუხედავად იმისა, რომ ლოკაციები ადგილზე არ იყო, სხვადასხვა ლოკაციებზე იყავი, ანუ შრომა სხვადასხვა ლოკაციებზე, ანუ შეფარვითი შრომა არ იყო, მართლა ნაშრომი იყო, იქ წახვედი, უცებ მივხვდი რომ ეს ყველაფერი არ გამოვა, წამოხვედი და იქაც არაფერი არ გამოვა, წინაზე დანებდი და რაღაცა აი დატოვე ის რაც იყო. ეხლა არ დანებდი და იპოვე მაინც მესამე იდეა, რომელიც გამოვიდა და საერთო ჯამში ვიდეო იყო იდეალური და სრულად შეიცავდა შრომას. კი. მგონია რომ იუთუბერობა არის ის რაც ყველაზე მეტად გინდა და მაგას მე პირადად დიდ პატივს ვცემ რა და მაგარია ეგ. აი ეგეთ შეგრძნება მაქვს, რომ ამ პროექტს უდგები როგორც საშინაო დავალებას რა. მთელი შენი ნარატივი აგებულია იმაზე, რომ შენ საშინაო დავალება გაქვს ჩასაბარებელი. ის ვიდეო ვერ გადავიღე, ეს ვიდეო ვერ გადავიღე და ეხლა წავედი ფუტკრებთან სხვა რამ ექნა. თავი დაანები ამ პროექტს და ჩვენ დავალებას რა. YouTube-ზე რომ შემოდიხარ, შენი იდეები უნდა გააკეთო რა. ეგ იმდენად ცუდია რაღაც მომენტში, მიუხედავად იმისა, რომ მესმის, რომ YouTuberi-ობა გინდა და მესმის, რომ ტექნიკურად როგორ ხდება ეგენი გინდა. ვერ მაგულ შემატკივრებ შენ ამ პროცესში. ინფორმაციები ბევრი მივიღებ თვითონ შინაარსობრივად, მაგრამ განვითარება ვერ დავინახე თუნდაც შენი რომ აი ხა მეშინიო და ფუტკრების და ეხლა აღარ მეშინიან აი ძალიან კაი всё ეხლა დავიწყებ თაფლის მოყვა რაღაცა ეგეთი რა იქნება ეგ ვიდეოს გადაღება თვითონ არა მესმის რომ ვიდეოს გადაღება მაგრამ თუ არ გაინტერესებს თემა რატო უნდა გადაიღო ეგ ვიდეო იმიტომ რომ ვიდეო გადასაღები ხო და ცუდია მე საბოლოოდ რა ანუ რაღაცნაირად არაგულწრფელი ხარ რა
არ არის ეგრე? მე ყოფილი ვარ ეგრე და წარმოიდგინე, ეგ არის მიდგომა, რომ აი რაღაც ჟურნალისტი ხარ და ჩასაბარებელი გაქვს რაღაც პროექტი რა. რითი кайფობ მაგ პროცესში? მე ნახე, ჩვენ გამოცდილებაში ყოფილა ბევრჯერ ეგრე, რომ აი მინდა ვიდეო გადავიყო და გადასაღები მაქვს, მაგრამ საერთოდ არ ვიცი რაზე უნდა გადავიყო და თავარია მაგარი ვიდეო გამომივიდეს. ხო ინტერეს, ანუ ხო აი რაღაც ვიღაც ტიპზე აიღებ და აი ეგ ტიპი გაინტერესებს. იღებ ლოგან პოლზე და არ იღებ ქეთი ეგუდუნაშვილზე მაგალითად რა, ეგეთ არჩევას აკეთებ, ხო, იმ მომენტში. და გაინტერესებს და ეგ გეტყობა. შენ ვერ გაიგე, ესე იგი მაინც ფუტკრებთან რატომ მივიდე? ვერ გავიკე არც მეგობარმა ურჩია და რა ოკეია რა why not ამბავი იყო რა. მე რო შენ უპასუხე. ანუ მე რო დამელინკა რაღაცა რომ ბავშვობაში თაფლი მევასებოდა, რაღაცა ის იყო, რაღაცა სულ ადრე მიკბინა და რაღაცა, ანუ რაღაცით რო დამელინკა, ეგ აიქნება, ანუ შენი პერსონალურ გამოწვევასთან ძალიან დიდი ამბავი არ ქონდა, როგორც თუნდაც სხვა მონაწილეებთან ქონდა და ეგ იყო. არ მინდა რომ შეხედო როგორც დავალების, ჩაბარების ამბავი. იდეაში ახლა რომ გადავხედე ყველა დავალებას ეგრეა გადაღებული, რომ აი პროექტის გამო ვიღებ ამ დავალებას. ხო, ანუ უნდა იპოვოს შენი ბოლომდე შენი ინტერესი და რის სიცილება გინდა. მიჭირს ხომ რომ თავიდან აი სწორი თემა ავარჩიობ და მე იმას მივყვეთ. ეხლა გამოვიდა ბოლო კომენტარები რომ დაგიწერეს ბეცო და ბევრი ეგრე რაღაც. მე მithom ახალ მიშულე მაგინებენო. მაგარი. გასაკებია, მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ. პროექტ. 4 დღე მქონდა რომ გადამეღო. თან ქორწილში ვიყავ. ეს დაფონში. მაგრამ ქორწილში არ წავედი და წავედი ფუტკრების გადასაღებად, ქეთა ბოდიში. ბიძაშვილის ქორწილში არ წავედი მარტო. შემდეგი ჩვენი სტუმარი მინდა იყოს ექიმი ოღონდ ველურ ბუნებაში. როგორ შეაქვეს გარეული ექიმი. გარეული ექიმი. სალამი ომარ, როგორ ხარ? ძემის სულის ნაწილი. ნიჩევა ჩვენც ესე რა. ზოგადად ეს თემა რაც ქონდა მოცემული, ჩემთვის იყო როგორც თევზი წყალში თავს ეგრე გძნობდი და ვფიქრობ, რომ ჩემი მიზნები რაც ქონდა ჩაფიქრებული 95%-ით შევასრულე ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. ის 5% ის 5% ეიკი იყო კი სამწუხაროდ, რომელიც მერე გადავყარე. მოგესალმებით, მე ომარი ვარ და ეს Wild Dog-ის არხია. ამ ვიდეოში შევეცდები გასწავლოთ 3 სხვადასხვა შემთხვევა, სადაც ადამიანის სიცოცხლეს თქვენი ცოდნა და წამები წყვეტს. ვიკემპინგებთ საბადურის ტყეში, თუ ექნება სხვადასხვა აქტივობა, მოვამზადოთ ბევრ გემრიელობას და რაც თავარია ვიდეოში შემოგვიერთდება მურთაზი. მურთაზ შეგიძლია მიესალმო მაყურებელს, რომელიც დაგვეხმარება ამ შემთხვევების განხილვაში. სიცო ცხლე, ბიჭო, წეგან უყურებო, ტექსტში რაღაცა არასწორია და ვერ ვიგებ, ანუ შენი თავი რატო არის გამოტოვება, ვერ რო არ ჩანდა სიცო ცხლე იქით რატო ხო მიხდით ეხლა ასწახი. რახან გამოჩენილიყო სიტყვა გაყავი? სხვადასხვა კარგი მაყურებლები მყავს, რა მხრივ იცი, კაი ვიდეო გაგობრაზო, თამზეო რაღაცა გამოგეკიდებიანო ჟიურის წევრებიო. გაამართლა იმის კომენტარი. ის წინასწარმეტყველეს. ის კაცი სად არის ვაფშე? დაბლა ის კრეატორის უკანა და პირიქით მთლიანად მაყობა. აი პირშო ხარ ნატაკები ეგ უნდა იყოს ფოტოში რომ ანუ თამბი არ მომწონს მე, მაგრამ რაღაცნაირ თამბია. სამაგიეროდ გადაწონა შენმა სტეიკის ღეჭვამ ყველაფერი შემოძმო ცხოვრებაში ეგეთი დაღეჭილი მე არაფერი არ მინახავს. One hour later. აი ჩემასწავლე მეუბნებოდა ხოლმე მახარაშვილი დებილი ხარ გიღეჭავ ყველაფერს და თავში არ შეგდისო აი ის ხარ როგორც მიღეჭავდა ხოლმე მასალას ზუსტად ეგეთი დაღეჭილი არის ეს სტეიკიც მეტი რანაირი შედარება ეს კადრი მოიპარეთო შენი დააწყობინე რა ეს სასწავლო წეში არის ეს კადრი არის გვერდულად რომ მიხოხავს აი ანუ ფოტო ავიღე და უთხარი როგორი მინდა ასეთ ადგილებში ძირითადად დაგვიანებით მოდის სამედიცინო დახმარება და ვინც არ უნდა ყოფილიყო მაგ მანქანაში უკვე მოკვდებოდა მაგ მოსახვევში ესე დადის რა იყო რა მიწერე როგორი გააკეთეო დავწერე რომ ანუ ამბულანსის მანქანა ვერ ადის ტყეში თქო შევა მე ვარ ხომ აჟიტირებული ომარას ვიდეოებზე მაგრამ ყველა დეტალს ვიშლებ ხანდახან მეორეთი უყურებ ხომ რა მეხوار ეს კაცი რა
ამ ვიდეოთი ერთი კაცი მაინც თუ გადარჩა მსოფლიოში, იდეალური ვიდეოა ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვისწავლე ყველაფერი, ანუ ვიღაცები რო გადავარჩინე. ეს ყველაფერი მოსაბეზრებელი რო არ გამოსულიყო, მე ეგრე მგონია უკვე 12 წუთზე იფიქრე და მე რეიწყება მეორე კინო. სრულ სიცხუმეში ღეჭვის ხმა ისმის მარტო. ხმები მეხლება რა უკვე. და დილა კიდე ხო, დილა ტყეში არის აქედა. დილა მშვიდობისა, კარგი დილა გათენდა. გუშინ ღამით აცივდა ძალიან და ეს გურთუკი ჩავიცვი და მე კი ჩავთვი. ეს მეგონია რომ 3 კადრი არის მთელი TikTok-ი ღამის 12 საათზე. ღამე რო გადასკროლ, აი დავარტყათ მეგობრებო, ვიაქტიურო. რო გითხარ რომ შორნა ბეგაშვილი ხარ მეთქი, არა, მაგრამ ესთეტიურად მაინც კაი კადრია რა. ზის ხივი ნახე რომ ამოიწერა. ოპა. ანდრას ასოცირას თუ იყო ეგეც არ მეკონა. მე აქ დავამატებდი ერთ ვიდეოს ცეცხლს ვანთებ ხალხისთვის ინფორმაცია საჭირო რომ იმდენი ფოთოლი ყრია. იქ ცეცხლის დანთება ტიპმა ვინც არის ის ძალიან საშიშია იმისთვის. იქ დავამატებდი რომ 2 მეტრიანი დისტანცია გავაკეთოთ მიწის, აქ დავანთოთ მე საბოლოოდ ეს ცეცხლი ჩავაქროთ. იმიტომ რომ ყველა ტოვებს ხოლმე აი ვიღაცები ვინც მინიან ეს საკემპინგო რატომღაც გონათო ცეცხლი ანთო წავიდა მე ეს. ძალიან ცუდი ხალხია. ჯობს ხოლმე რომ ამოთხაროთ დაანთოთ და მე მიწა მიაყაროთ რომ საშიშროება იმის რომ ქარის დროს რაღაცა მაინც ის იყოს. დანარჩენი მე ვიდეო მომწონს, ვისწავლე ადამიანის გარჩენა და ვისწავლე სტეიკი როგორ არ უნდა ვჭამო. მე აი ესენი ამტკივდა რო ხეჭავდა, აი დედასგე. ის ტექნიკას მეც ვაყოლებდი ყბას, აი სად ჩაყმიშავდა, ჩაყავა, ვიჩაყმიშავ, აი ესენი დაძაბული მქონდა მთელი ღამე, გუშინ ძალიან კარგად ვარ ეხლა. აი מחר რო წარმოვიდგინოთ, מחר არის შენი ფანი რა. ბევრ ვიდეოზე ძალიან ევასები, მაგრამ წარმოიდგინე უცხო მაყურებელი, რომელსაც თავიდან შენი ხასიათი შეიძლება ვერ დაამუღამოს რა. შენ თუ გინდა რომ ამ ადამიანსაც მიწვდე, მაშინ იწყებ აი რაღაც კონკრეტული სქემით. თეორიულად რა. მათ შორის იმით რომ შენ თავიდან ამბობს რომ აი როგორ უნდა ისა სათაური კარგი იყო რა. სამი შემთხვევა სადაც ყველაფერი შენი ცოდნა წამიწყვეტს. და მაყურებელი მაგმიზნით შემოვიდა და მაგას უყურებ პირველი 10 წუთი. ინტროშიც ეგ დასეთებ და ეგ ინფორმაცია მიიღო მაყურებელმა და всё, გავიგე და წავედი ახლა. რაღაც მომენტში ეგ არის რა. და შენ თუ ისე მოახერხებ რომ ეგ ინფორმაციები თან უფრო ნაკლებად მოსაწყენი გახადო, თუ პარალელურად რაღაცები მოხდება ხუმრობით თუნდაც რა. მათ შორის ტეიქს რო ჭამდა ძალიან ისეთი უხეში როა და რაღაცა. აი მან დრო თქვა რომ აქ რო დაიხრჩო ახლა წარმოიდგინე რომ აქ იხრჩობი და რაღაც ახველებ რა. აი აქ რა უნდა ვქნა. აი შენი კონკრეტული გამოწვევებით შეგიძლია რომ ეგ ინფორმაციული რაღაცები დაამატო და გამიქსო და ბევრად უფრო საინტერესო საყურებელი გამოვა რა. ეხლა ამ შემთხვევაში ეგ სტრუქტურულად ეგ იყო რომ აი ინფორმაცია და მერე გართობა რაღაცა ეგრე იყო რა. ეგ ერთი და მერე მეორე ეს პერსონაჟი ძალიან მაგარი იყო. მე კიდევ უფრო მეტ აქცენტს ვეცდებოდი რომ ინტროში გამეკეთებინა. აი შეგეძლო გეთქვა ეგეთი რაღაცა რომ მე მივდივარ კემპინგზე ჩემ ახალ მეგობარ მურთასთან ერთად, რომელთან ერთადაც ვიკემპინგებ, ვიმწვადავებ რაღაცებს ვიზამ, მაგრამ აი და მურთას რამე დაემართოს, მე ვიცი სამი ხერხი როგორ უნდა გადავარჩინო მურთაზით. ანუ პერსონაჟი შემოიყვანე, ეგ ამბავიც მოყევი და ერთ ყველაფერი ერთმანეთთან გაერთიანე და მე ვიდეოს განმავლობაში გაერთიანებულ ამ ყველაფერს მიყვებოდი და აი მურთაზი უკვე ყავს ადამიანად, რომელიც შენ მაგარი ტიპი ხარ და მურთაზი უნდა გადავარჩინო რაღაცნაირად და ინტროში მაგას კარგად ასეთავ რა. ანუ უნდა შეკრა ეგ ინფორმაცია, ცალ-ცალკე არ უნდა მოყვე რა და მაგით გამოდის კარგი. ქულები დავწეროთ. მე სხვა ყველა 6 მაგტო. მაყურებლებს მინდა ვინც დამიკომენტარა იმათ მიმართო რა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მე იმ ყველა ადამიანს, ვინც ეგეთი თბილი კომენტარი დამიწერა ჩემ ვიდეოზე და ყველას შევეცადე მე პასუხი გავეცი და მიყვარხართ ყველა რა ამ თბილი კომენტარების გამო ჩემი გული გაათვეს ძალიან. მადლობა. ყველა დავალების დროს შენ ქონდა ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, მაგრამ იმუნიტეტამდე ვერ მიხოდი რა. ეხა ხო არა. მაგარი ნათრევი ვარ. დრო მოვიდა დავწილად კი და ძალიან მაგრად ვიდა იმუნიტეტი ავიღო და იმედია მარტოსურვილად არ დარჩება და ბოლოს მაინც რაღაცა მოხდება. გასამდება, გაოთხდება და ეგ იქნება. და შემდეგი ჩვენი კონკურსანტი იქნება მარგველა, რომელიც წარსდგება ჩვენს წინაშე და ახსნის თუ რატომ გადაიღო ესეთი ვიდეო. მაინც ამას მოვიხსნით, თორე ისაც მაბაბულიკებენ იმენ. მე მაგრა უყარვარ ხალხს წარუს თქვენ თუ ნახეთ, მაგრამ გიждდებიან ჩემს. როგორც ყოველთვის ვიძახი ხოლმე ამ ტურზე მოლოდინები არ მაქვს, როგორც არც ერთ ტურზე, იმიტომ რომ ჟიურიმ უნდა გადაწყდეს, მაგრამ მე მომწონს თუ არა, კი მე მომწონს. შენც გაკონტროლები. მაგრამ ვერ ხვდები.
დღეს მე ისეთ მოვლენაზე მოგიყვებით, რომელიც ადამიანების top 1%-ის top 1%-მა იცის მხოლოდ. ადამიანებმა, რომლებიც ღმერთის როლს ისე თამაშობენ, რომ მისგან ამის უფლება არ მივაღიოთ. მოდი ახლა ერთ პატარა რაღაცას მოგასმენებ და მითხარი რას ფიქრობ და რას გრძნობ. ვერაფერი გაიგე? ამით იმის თქვა მინდა რომ მნიშვნელოვანი ის კი არის რა გესმის. მნიშვნელოვანია როგორ გესმის. გამარჯობა. გამარჯობა მარგველო. აბა გითხარი შენი ვიდეოს შინაარსი და გადაღების მოტივი. შინაარსი რა ვიცი ხა ვიდეოში თქვი მე. თუ კიდე მოგიყვები კიდე თავი. აი რატო გადავწყვიტე უბრალოდ? რატო გადავწყვიტე უბრალოდ? ჯერ ერთი რამდენიმე ვიდეოს იდეა მქონდა. მაგრამ მაინც მაგ კუთხით მივდიოდი უფრო რა როში და გადაღება და რაღაც ისეთ თემაზე საუბარი. ვისთვის როგორ ახლა? მარგველო. მე ზღუდნებოდა ალბათ. შემო კომენტარებში ცოტა შემოგიტევენ. მაპატიეთ ხალხო. არა ვარ არც ბაბულიკა, არც იაზვა რა. ეგეთი ვარ უბრალოდ. ხალხმა გადაწყვეტს, ხალხი ბრძენი. ხალხმა დამჯაჯებს. მატრიცადან აღებული რაღაცები ძალიან მომეწონა. ნოიზი არ მომეწონა ტექნიკურ ამბებს. დიდი ნოიზი ადევს ამას, აი შუმის. შეიძლება კამერის შუმი არის, მაგრამ ხმაზე თუ რამე სიტყვი. კადრის ნოიზი არის საუბარი თუ ვიდეო? კადრის ნოიზი ბაზარი არის. კადრი უთქვამს, კადრი. კადრის ნოიზზე ბაზარი არის. სტილი ხო იცი როგორ მიყვარს და შენ როგორც აწყე სეტი განათება მონიტორი რო ჩანს. მართლა ლამაზია და ძალიან კარგად იყურება. ესთეტიურია ძალიან. ერთი ეგ იყო რაც თქვაც მინდოდა კიდე გადაფარვის კადრებზე რაღაც მომენტში ჩამოთვალე რომ შეიძლება გაკონტროლებდნენ. ლოლი ხო? ლოდზით გეტყვი ხო, გაკონტროლებდნენ ფილმებით, სერიალებით, პოდკასტებით. და ალბათ მახარას ფუ პოდკასტიც ლოგო იმიტომ ჩასვი რომ ერთ-ერთი ტოპ პოდკასტია, მაგრამ ვიდეო შინაარსიდან გამომდინარე რაღაც პონტში ჩანდა რომ თითქოს ან ვერავინ ვერ დააჯერებს იმას რომ ტირანოზავრექსი მახარა ფუ პოდკასტიდან ხერხებით ვინმეს აკონტროლებს. არა და აი საერთოდ არ მიფიქრია მაგაზე უბრალოდ ჩავსვი რომ პოდკასტთან ანუ ბმა ქონოდა ხალხს პოდკასტთან რა მათ საყვარელ პოდკასტთან ხო მაგრამ პოდკასტებიდან გაკონტროლებენ და მახარას პოდკასტი როა აი თავიდან ჯოროგანი ვიფიქრე მაგრამ ნუ მახარა შენი საყვარელი მეინსტრიმ მუსიკის თუნდაც შენი საყვარელი ფილმების და პოდკასტების და გადაცემების უმეტესობა შენს გონებაზე უარყოფითად მოქმედებს. Relatable link-ებს რო პოვლობ ზოგადად ისე კაია. просто გისმედი, როდემდე ეს უტიფრობა გაგრძელდებოდა, ეგ მაინტერესებდა, არ უჩანს დასასრული და ამიტომ მინდოდა დავასრულო. არ გავატარებ. ბარემ ლოლზეც მითხარი გეხვეწები. ლოლზეც უთხრა. გეიმინგ კადრი ქონდა კიდე, სადაც სპეციალურად. ხო, ლოლს თამაშობენ და არის ჯოისტიკი. და მაუსი მოძრაობს. რატო გაჩვენდა ესე გაკონტროლებ? ხლები? ეს ამდენი ერთი იყო. 63. არა, არ იქნება ეგეთ დაბალი მახა. ვიდეოს კონცეფცია კარგი იყო, ეს განათება, ის დეტალები ხარასაც გეუბნებით, ის გადაფარვის ლოლის კადრი რო ჯოისტიკით არის თამაშება და რაღაც. ეგ იმდენად ელემენტარულია, რომ შეიძლება ხანდახან ძალითაც კი გააკეთო, რომ ინგეიჯმენტი გაიზარდოს. ცოტა უხეში ამბავია, მაგრამ მოსულა და ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთი სტილის ვიდეო ზოგადად რო ზიხარ კამერასთან და ლაპარაკობ, ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ფორმატია რა. იმიტომ რომ არაფერი არ ხდება, გარდა შენი ლაპარაკისა და ერთადერთი გაქვს გადაფარვის კადრები, რითიც კიდე რაღაცა სიახლე შემოგექ. თან თუ რაღაც 160 ჰიტა ქვია და თან მარტო ზიხარ და შტეპცელი ჩანს უკან ძალიან რთულია მართლა. ხო და ამიტომ მე გაკრიტიკება. აი ეს რაღაცა ლაპარაკობ, შენ თავზე რატო ლაპარაკობ? ანუ ადამიანზე ის ფორმატზე ლაპარაკობ, რომელმაც პირველად გადაიღო ასეთი სტილის ვიდეო. ბევრი წელი დამჭირდა, რომ ასეთ ლეველზე რაღაცა გადამიღო, ეხლა შეიძლება გადაიყიდა. პირველისთვის ავი იდეალურია რა. thumbnails და სათაურსაც შეეხება რა. ზოგადად სანამ thumbnails სათაურს ზემივოთ, რაზეც დღეს ძალიან აქტიური ყურადღება არ გამიმახველებია. ეს ნამუშევრები შევედა რომ იდეითაც რა. როცა საგანმანათლებლო ვიდეოს იღებ, ძალიან მნიშვნელოვანი იდეა რა. მაქსიმალურად ბევრი ადამიანი შეეხოს და მაქსიმალურად ისეთი თემა იყოს, რომელიც ამ ადამიანებს შეიძლება აწუხებდეს, ან შეიძლება არ უფიქრიათ და რაღაც უნიკალური განსაკუთრებული მიაწოდო რა. ეს იდეა შენ რაც გააკეთე, თან შენ თემასთან ძალიან ახლოს იყო და თან ძალიან საინტერესო იყო აუდიტორიისთვის რა. ანუ ჩვენო ეხლა რაღაც ჩვენი მონაწილეების იდეები ავიღოთ, ზოგი ვიდეო, მაგალითად აი ველოსიპედი როგორ მოემზადოთ, იყო შედარებით ვიწრო და ესე მასშტაბურად ნაკლები და ზოგი ვიდეო იყო ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ყველას ეხება ეს რა და რაღაცნაირად ეგ ამბავი რაღაც mind blow შეიძლება მოხდეს, რომ მეც მაკონტროლებენ და შენ ამ იდეაზე ზუსტად thumbnail-ის და სათაურის შესაბამისობა ძალიან კაია, ანუ შენი ემოცია როგორ ჩანს, თვალ ბოლომდე არ გავს, მაგრამ როგორ ჩანს და უკან რო ადამიანები დგანან, რაღაცა კარგი ხუკია, რომ შემოვიდე ვიდეოზე. სულად AI-ის thumbnail-ია? პრომპტი გაუწერე, ფოტო მივეცი. გვეჭხუბები ახლა. ანუ იცით რა არის, ანუ პრომპტი გაუწერე რა და მე ეს ფოტო მივეცი რა. ასე აჯობია, ასე. ანუ სულად AI ყოფილა. კონტექსტისთვის გეტყვით, რომ მაყურებლები მარგველას აჰეითებენ, რომ ჟიურის ეძველ ბიჭებია და მაგითო ვეხმარებით ჩვენს. კიდე მინდოდა ესეთი რამე მეთქვა, ნახე, როცა ვიდეოს შინაარსი მიდის იქეთ, რომ აი
ჩვენ გვაკონტროლებენ. ეს არის ძალიან ფაქიზი ამბავი რა ზოგადად, იმიტომ რომ როცა მაგას ამბობ, ვინ გვაკონტროლებს, ვინც გვაკონტროლებს, იმათ ვინ აკონტროლებს. ეს პლანეტა კონტროლდება თუ არა საერთოდ კიდევ ვიღაცა სხვა ცივილიზაციისგან და იმდენი კითხვა შემოდის, რომ მაგ თემინდა რომ შენ ისევ ამაყი გამოხვიდე ბოლოს. ძალიან ძნელია რა. ამ ვიდეოდან რა ინფორმაცია დაიმახსოვრეთ? მე ეგეთი კომენტარი წავიკითხე, რომ რაც ვიცოდი, ისიც დამავიწყდაო. აი რა მე უყურე ორჯერ რომ გამეგო. რა დაგამახსოვრდათ? დედა ფუტკარი რა შევა მახსოვს, მაგრამ აქ მე დამახსოვდა ესეთი რამე, რომ ფუტკარების ძმა ჰერცები, არსებობს რაღაცა ჰერცები, რითიც შეიძლება ადამიანზე მოახდინოს ზეგავლენა. ხო, მაგრამ კონკრეტულად 1 ჰერცი იყო მოყვანილი, მაგალითი. იყო რაღაც მაგალითი, ანუ იყო ზოგადი ახსნა ამ ჰერცის, მაგრამ თითქოს ჩემ შემთხვევაში ჩემი აქმაში რა, თითქოს ვიდეო წინ არ მიდიოდა რა. ანუ მოყვანილი იყო ერთი კონკრეტული მაგალითი ამ 240 ჰერცზე, მაგრამ რა შედეგი დააყენა, რა გამოიწვია, როგორ აღმოაჩინეს, რაღაცა უფრო მეტი გამოძიება მინდოდა თითქოს, რომ აი დამესკვნა რომ კი ბატონო, ბაზარი არ არის, მეც მართლა შეიძლება მაგონტროლოს ვიღაცა. რაღაცა თითქოს ბევრი ერთგვაროვანი ინფორმაცია მიყვებოდა. ჩაგეჭრებით თუ შეიძლება. როგორ ძველი ბიჭების გარშე. ეხლა რაც ჩამოთვალე იდეაში ყველაფერი ვთქვი ვიდეოში რა, ვინ მიიღო ეგროს სიტყვაზე ამ ჰერცზე დავждეთ, რა არის ჰერცი, ეგეც გითხარი და რატო ეგეც გითხარი და როგორ ხდება შენზე ზემოქმედება, ეგეც გითხარი, იმიტომ რომ ტვინის მარჯვენა სფეროზე მოქმედებს, რაც პირდაპირ კავშირშია გულთან. აქედან გამომდინარე ხდება ჰერცის გავლენა შენზე. ეგ ინფორმაციები მელომანისთვის უფრო გასაგებია რაღაც მომენტში ეს ჰერცი. ტვინის მარჯვენა სფერო მელომანისთვის უფრო გასაგები როგორ არის. ზოგადად ეგ სიღრმისეවත් ძახის ისევ ის გასაგებია, მაგრამ გლეხურად ახსნაზე. აი თუნდაც უფრო ადამიანური შედარების მაგალითია რომ ეს მუსიკა ასმენინეს ყოველთვის და რაღაცა ქცევა შეეცვალა ამ ადამიანს. აი ეგეთი უფრო აქცენტირებული რაღაცა გაეკეთებინა. როგორ მომემზადო და მომზადებული როგორ დავხვდი ამას თუნდაც როგორ გავიაზრო რომ ეხლა ეს მუსიკა რო არ არის 440 ჰერცზე თუ რაც იყო აღარ მახსოვს ჰერცი, მაგაზე ხო არ არის. აი ეგეთი რაღაცები მე როგორც მაყურებელმა ვერ ვიცავ. მე გეთანხმები მაგაში, იმიტომ რომ მე ეგ შეგრძნება რომ დამრჩა. მე მეორე თუ ყურე სპეციალურად რომ რამე ხო არ გამომრჩა და ან მე ვერ გავიგე. ცოტათი მეტი რამე გავიგე, მაგრამ მაინც იგივე დამრჩა რა. ის ბრალი შეიძლება იყოს რომ შენ დაუშვათ ამ მაგ სფეროზე რომ უფრო მეტი ცოდნა გაქვს, შეიძლება შენთვის ბევრად მარტივად ჩანს, მაგრამ მე რო არაფერი არ ვიცი, 440 ჰერცია, ეხაც ბევრად არაფერი არ ვიცი მაგაზე რა. აი ხა ეს მუსიკა ხო აკონტროლებს ამ ტიკტოკერებს, არ მინდა არავის თან და ეგრევე იწყებენ ცეკვას. ხო, გაჩერდი. ეგ არის, ანუ ეგ ცლის, ეგეც მამა ფლეტო. კანტია და ხვედუჩო, თან კერდია რომ იქ ხო ის არის. დამეონ გრ კიდევ ერთი რაღაცა მინდოდა მეთქვა და არ მინდა რომ დამავიწყდეს. ნახე, ვიდეოში ასევე ამბობ, რომ ამ ჰერცს ნარცისტები თავის ტყვეებს ასმენინებდნენ რომ ეწამებინათ და თან ჩვენ გვასმენინებთ ტელევიდეო. და ის ტყვეები ვერ გარბოდნენ და ჩვენ გავიქცევთ ფუტკრებს უყურებთ ან ამის რა. მიხდი, ანუ შენ აქ ეგეთი რაღაცა ექსპერიმენტი კი არ უნდა გააკეთო. პირიქით, ისეთი ბექგრაუნდ მუსიკა უნდა შეარჩიო სულ რომ რაც შეიძლება ბოლომდე უყურო, რომ მე სხვემაც უყურონ. პირველ ჯერზე ესე რაც გააკეთე, ძალიან მაგარი შედეგია რა. ამას გეტყოდი უბრალოდ, ზუსტად ხვდები აქ თითოეული დეტალი, გადაფარვის კადრები, რაღაცები როგორ არის და რანაირად არის აწყობილი და ძალიან მაღალ ლეველზე ხარ ამ. ანუ რთულია ეს რომ ძალიან რთულია. შენ ეხლა რასაც ხო? შენ ეხლა რასაც ხო? ეგ რო ადამიანმა პირველ ვიდეოზე გააკეთო, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი. თეორიის თეორეტიკოსები ვისაც გჯერათ, აი ცოტა მე ვერ ვიგებთ მართლა აი რომ აკონტროლებთ მუსიკით. მე არ ვიცი, ერთ-ერთი სიმთვრალეში შალახო მაკონტროლებს, აი პროსტა ვერ მაჩერებ. აი და მაგ დროს პროსტა ვერ გამაჩერებ და აჭარულზე რომ გადმოხტები, ისე გავბივარ ხოლმე, იმიტომ ცეკვა არ შემიძლია. მე ვერ გავკონტროლდი. თუმცა შენ აკონტროლებს ხო ეს? აი ეგ არის, ნახე მაგალითს ვერ გამაკონტროლე. შალახს რომ ჩართავენ, ცეკვა უნდება. მანამდე მისი პოზიცია იყო რომ ცეკვა არ უნდოდა რა. ანუ მე იმედად რომ თითქოს ერთმანეთისგან არაფერი განსხვავდება ეს ადამიანები, მაგრამ რა მოატრია. ჩემი არგუმენტი ის იყო რომ ვიდეო მომეწონა, მაგრამ ტექნიკურად ბევრი ტექნიკურად თამბის და იმის ამაში მაგით აკაჩე. სხვების ვიდეოები უფრო მომეწონა თვითონ დასკვნით. მადლობა მარგვე. მადლობა. იმედია შემდეგ ტურში გიხილავთ. შენი ინიციატივა თქონდა კლიენტზე ამის დამატება? კი, რა თქმა უნდა, თქვა შეიძლება? მაგდა. ასე უბრალოდ? დიახ. თქვენ კითხებით ამისთვის და მე გიპასუხებთ. მგრკ. დღეს ჩემი მოლოდინი არის ის, რომ ეს არის ჩემი ბოლო დღე ამ პროექტში. იმიტომ რომ ჩემი ვიდეო არის 4 წუთიანი. ანუ შენ ფიქრობ რომ შენს რეალობას მართლა შენ აკონტროლებ და თავისუფალი ხარ? გამარჯობა, ეხლა არის ღამის 2 საათი და რა თქმა უნდა, ყველა ღამის 2 საათზე გვაწუხებს ეგზისტენციალური ფიქრები და გადავწყვიტე რომ დღეს თქვენთან ერთად გავიგო, რეალობას აღვიქვამ, თუ მაჯერებენ რომ რეალობას აღვიქვამ. ჩვენი შემდეგი დანიელის ჩამნაცვლებელი 4 წუთიანი მაგდანა მოვიდა.
იგივე შარვალია და თავზე არ ჩანს ვინ არის. გამარჯობა, ქვევით ვარ მარგველა, ძევით ვარ ვერიკო. და ვიდეოთი ვარ დანიელი. შენი რამე დატოვე შენ თავში. როგორ შეიძლება შარვალი და ვიდეოს სათაური ერთმანეთს დაემთხვის ასე? შარვალი მე მოპარე და ვიდეო თვითონ მოპარა. ეს გოგო ვინ არის თამბნეილზე? დაბერებული ვარ ნანერვიულები. AI-ის თხოვე რომ იქნებ TikTok-ერი მაგდას ფოტო იპოვო, ეგეც თხოვე, ეგრე მგონია. ახალი გაკეთებული მაქვს ფილერი ტუჩზე. შენ არ არა, მე ვარ მართლა სწორთმებში. არა, ეს შენ არ ახარ, იმიტომ რომ ცხვირი, თვალი შორის მანძილი, ტუჩებს შორის და ცხვირის შორის მანძილი საერთოდ სხვა და ეხა საერთოდ სხვა აქვს. რატოა სხვა გოგო შენ თამბნეილზე? გავს. ვინ გავს? სურათის გადაღება ვერ მოვასწარი, აი, მართლა. არა, ეს სურათი მაქვს იდეაში არსებობს ეს სურათი, უბრალოდ პირველ რიგში მაინტერესებს ამ ფორმით რატო ხარ წარმოდგენილი? ამ ფორმით იმიტომ ვარ წარმოდგენილი, რომ დღეს რო გავარდები, დრო დამრჩება ჩემი ახალი ჰობისთვის, რომელზეც უკვე ჩავეწერე ვერიკოსთან. კარგია რომ კომენტარებში წერდი რომ გამაგდები შემდეგ თუ შევამაგდები და ეგ რა საიდან მოვიდა რაღაც მოდიოდა. ეგ მართლა ეგ ფიქრობ თუ თავდაცვის მექანიზმია რომ ჩვენ გული მოგილბო. შენ გინდა რომ გავარდე? მე მგონი მოგწევს და შენ. კი, და გეტყვი რატომ იწევს რა, რაღაც ვიდეო რო გადაიღო ცოტა ხანი ხოლმე დაწყნარდე რომ რაღაც დაგეგმო და ასე შემდეგ. აი ეგ ვერ მოვასწარი რა. ჩვენ გმირები ვართ. და ნუ, მაგაზე კაი ვიდეო ვერ გამომივიდოდა რა. ანუ ჩილაობა გინდა ვიდეოს. და კიდე ხო, წინა შეფასებებიც მეწყინა და აღარ მინდა თქვენთან ყოფილი. რა გეწყინა? ჯიურისგან? ой, რა ვერ გავიგე, რა გეხუწე? ჩემგან. კი. აუ, ხუთ შენ დამიწერა. არც დღეს. ეხა უარესი იქნება. ასა. აი დამოკიდება გაქვს რომ აქაურობა მოგბეზრდა. არა, არ მოგბეზრდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი TikToker-ია საქართველოში და წარმატებული და ახ მოდით და ეხლა ჩვენ რაღაცეებით ვაფასებთ და არა და იქ თავის საქმეში უკვე შეფასებულია და მაგარია. ჩვენ ეხლა ძალიან აქტიურად უყურებთ კომენტარებს როგორც ვთქვათ. მე არ მოწონს რომ რაღაც TikToker-მა უნდა გაიმარჯვოს და რაღაც ეგეთი ნარატივები რო არის კომენტარებში რა. იმიტომ რომ არ ნიშნავს რომ TikToker როა ავტომატურად წარმატებული YouTuber-ი იქნება ამ პირიქით. ანუ YouTube-ზე დამოუკიდებლად გაქვს ბევრი რაღაც სასწაული რა. და მაგ და არ არის ეგრე რომ აი TikToker-ი და მე რასაც თავიდან დაიწყო. ჩვენ TikToker-ს შეხედო. ხო, მეც მაგის ახსნავს, რომ საერთოდ სხვადასხვა რაღაცაა. აი, ჩვენ ხო იმერა ამოჭერი მომენტი დადეხალხი ვართ. ვერ იმოშვი. ხო, აი ეგ მე ამ ბოლოს მიდი რაღაცა, მაგრამ კრინჯები ვართ, ანუ იქით ვერ ვარ. ხო, არა, საერთოდ არ ნიშნავს, რომ კაი TikToker-ი თუ ხარ, კაი YouTuber-ი ხარ და პირიქით. აი, ცეკვაშიც ეგრეა რა, შეიძლება ძალიან კარგი მოცეკვავა იყო და ძალიან ცუდი ქორეოგრაფი. ან ძალიან კარგი ქორეოგრაფი და ისე რა მოცეკვავა. მოცემის უნარი არ გიგვარჯობდეს. ყველას აქ რაღაცა ისე რა, არასამართლიანი უპირატესობა. შენ შეიძლება ეგ აქვს, რომ აუდიტორია გიცნობს, ვიღაცას დანიელს ქონდა რომ უკეთესი გადაღების და მონტაჟის სკილები ქონდა, ვიღაცას აქვს ის რომ სასაცილოა პერსონალიტი და ეგრე. აი პირველ ვიდეოში ჩანდა რომ ჩემი TikTok-ის სკილები ხელს ჩვენი ამბავი ისაა რომ აქ ვინც ვითარდება, ვინც სწავლობს და ვინ იღებს იმ ფიდბექებს რაც არის და რაც დღევანდელ მდგომარეობაში ცოტა 10-დან 0 ამ thumbnail-ს, იმიტომ რომ სხვისი thumbnail-ი გაქვს. თმა ჩემია და თვალის გუგა და წარბი, შუბლიც. არა თვითონ იდეა კაია. კანკრატოც. ანუ ისეთია რა, ყველა მიცის ეს იდეა რა. როგორ ჩატია 4 წუთში ეს თეორია? ძალიან გამიჭირდა. ძალიან გამიჭირდა. ის ცოდნაც უკან წამართვიას მქონდა. მე ისე კომენტარს მოვიშველნებ. რაღაცაა, მე მგონია რომ კლუბიდან ახალი მოსული ხარ და ეგრევე ჩართე კამერა რა. საიდან? აი კლუბიდან თუ რესტორნიდან თუ აი კლუბიდან არა, მაგრამ ახალი მოსული ვარ. ეს ეზოს განათებას მე ეზოდან მოხსენი თავს მატკიებს და ამან გააკანა ვიდეოში დამიდო ბიჭო აი ეს იმე ტრუალობს თან ქოთანში დავს მიწაში. 4 წუთში როგორ ჩაატიე ნებისმიერი თეორია აი მოდი შენთან ერთად გავიხსენებ სამ ფილმს, რომელიც იცი წესით და თუ არ იცი, ჩემთან ერთად შეხვალ პროპაგანდის სამყაროში. და მე შენ გაჩვენებ პროპაგანდის იმ დონეებს და იარაღებს, რომლებიც ჩვენზე ისე მოქმედებენ, რომ ვერც კი ვამჩნევთ. აი აქ იწყება პროპაგანდის პირველი დონე, რომელიც იდეალურად არის ნაჩვენები ფილმში The Truman Show. ამ ხალიჩას რომ სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. ეგ რაღაც თეორია ხო? აი იმასაც კი ვერ ჩაატე 4 წუთში და. ამ ხელა თეორია სამი საყვარელი ფილმი გითხარი შენი ალბათ. მე ჩქარა ვლაპარაკობ. ეს ფილმები როგორ მოძებნე? რაც გამახსენდა ეგ ამ თემაზე მარტივად. აი რამდენი წუთი იფიქრე? ეს ინფორმაცია შენ ხო არ იცი? რა ინფორმაცია? ეს ინფორმაციები, ეხლა რაც აქ ილაპარაკე, შენ ხო მოიძიე ეს ინფორმაცია და შენ არა, როგორ არის ყო ფრისტაილზე ილაპარაკე. ფრისტაილზე ილაპარაკე, ანუ შენი მოსაზრებაა. დარწმუნებით რატომ ილაპარაკები რომ ესე ხდება? ანუ ესე ხდება მისი აზრით და ფილმებით გაამყარა. აუ, ეს არ მინდა ეხლა ეს რაღაცა მე დავიცავ მაგდას და რაღაცეები რა. ვერ გავიგე უფასოა დოკატა. ადამიანს ძაღის არ მაინტერესებდაო და ვერ ისავქენო თვითონ არ აინტერესებდა. არ მაინტერესებს ეს თემა ზოგადად. ეგ ფილმებიც ხომ მაგიტომ აქვს ნანახი. შენ მაგრამ 4 წუთზე რა. 4 წუთში. ვერ მოვა. არა, ზოგადად ძალიან დიდი თემაა და ვერც 4 წუთში და ალბათ ვერც 15 წუთში ვერ მორჩები, იმიტომ რომ მე მომეწონა ძალიან რომ ეს იდეა შეერჩიე, რომელიც აქტუალურია. მაგრამ YouTube-ზე ზოგადად რა თანამედროვე გამოწვევის პირობებშიც საინფორმაციო კონტენტში
არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის, რომ AI არსებობს. რომელსაც მიწერ, რასაც გინდა, მითხარი 5 საუკეთესო ფილმი, რომელიც ადამიანებზე ზეგავლენას ახდენს და გეტყვის და შენ გაიმეორე მაგ ფრაზას თეორიულად რა. როცა ეგეთი ამ მსგავსი საგანმანათლებლო კონტენტს აკეთებ, ან ძალიან სიღრმეებში უნდა შეხვიდე და კონკრეტულად ჩაშალო რა როგორ რაშვება და შენი კონკრეტული შენი დამოკიდებულებები დაჩვენო ერთი, ან თუ ეგ არ შეგიძლია მეორე შენი კონკრეტული მაგალითები შენ პერსონალურ ცხოვრებაში. აქ არც ერთი არ იყო, აქ იყო უბრალოდ ფილმების განხილვა და იყო კონკრეტული მაგალითები, რომელსაც არ მოყვა განვითარება, არ მოყვა რაღაც კონკრეტული დასკვნა, იყო ინფორმაცია, რომ ჩვენ გაკონტროლებით და აგერ არის სამი ფილმის მაგალითი. ხო, ინტრო იყო რა. ტრუმანიშოვს რო გეთქვა, რომ ეს ფილმი რომ ნახე, ამან დამაფიქრა იმაზე, რომ შეიძლება ჩვენც ესე ყოველდღიურობაში გაკონტროლოთ ვიღაც. ანუ ეგ უკვე საინტერესოა. სანამ წავალ მაინტერესებს ჰიტად მეფს რითი ულის. რატო გიბზინავს ესე ძალიან? კაცი, ამათ მარიციან კაცები როგორულია. ჩვენ შამპონზე ტექსტი გინახავს რა აწერია. კი, 7 ფუნქცია ერთად. ანუ აჩქო დღესაც მანქანაში მაგას ასწავლე. არ იქნებ ბრამესაიდუმო აქვს? რაღაც შამპუნია მრგვალი ბოთლია. გაიხარე. არო გენეტიკა. არა. ეს საინტერესოა. გამოვიდეს მარგველა. თქვენ ორიდან ორივე რო გაგვაქტორ ყველას. ეგრე დაალაგდება რომ ერთ-ერთმა უნდა დატოვოს რა. იმიტომ რომ მარგვეამ ოდნავ დაბალი ქულები მიიღოს ხვებს და შენც დიდი ალბათობით კაკო თუ უცებ არ გადავუტრია თავში და 12 ქულა არ დაგიწერა. ან შეიძლება დღეს უკუღმაქოს. არა მგონია. ჩემი აზრით ჯერ ქულები უნდა დაიწეროს და თუ თანაბრად ვიქნებით, მე გავიმართლოთ თავები. ბევრი დამოკიდებულება, აი თუნდაც შარულები რა მაგარი. ორადორი მეგობარი. სამშობლო კავშირია. ჯუჯა. ჩემი გადმოსახედიდან მე მგონია რომ მარგველა ბევრად მეც აკეთებს ამ პროექტში ვიდრე შენ რა. ამ ვიდეოთი კი ისე არა. არა, მარგველას ნახე ბევრად მეტი შრომა აქვს შადებული ვიდეოში რა. ხო ამ ვიდეოში კი ისე არა. ეს ისე არა. ამ ტურში ვაფასებ. ამ ტურში თუ ამ ტურს კი. გაჯობე ხო? ამ ტურში მაჯობე, იმიტომ რომ მე არ მეცალ. თავისი ფლექსი მაინც უჭირავს და მაგარია. კი ბატონო, მივიღოთ მოდი ქულებით გადაწყვეტილება რა. ერთი დატრიალდი შავლის. მე თავიდანვე გადაწყვეტე. ზუსტად ეს ნე გიმს გავსებს ნელა და გაანებე თავი, ნუ დგეხა არ მიწვევ. შემდეგზე მოვა წითელი თმით, იმიტომ რომ მე აღარ ვიქნები და ვინმე წითელ თმიანი რო იყოს. ყველაზე ცუდად შრომე დღეს შენ რა. ლირილი ლარილა. მე დაგიწერეთ ორივე 7. იმიტომ რომ პასუხისმგებლობას ხვებს გადააბარა. კი, როგორ არა. იმიტომ რომ ერთ და იგივე თემა იყო და. არა, ნახე მე მგონია რომ შენ იმდენად საინტერესო პერსონალიტი გაქვს, ვიდეოში საერთოდ არაფერი რო არ გააკეთო. 7-ზე ცოლას მაინც არ დაგიწერდი. დანარჩენი უკვე ვიდეოს გააჩნია, მაგრამ ზოგი ადამიანი არის ისეთი, ვისაც არაფერი რო არ ხდებოდეს და კამერას რომ მიუშვი, უკვე საინტერესოა. მე მაგალითად ეგეთი არ ვარ. მახარა ეგეთია, შენც ეგეთი ხარ. ეგ ძალიან დიდი ნიჭი არის ესედაც რა. ეგ ვისაც გააჩნია, რაღაც პონჩი სხვებთან შედარებით სულ წინ არის. შენ გაქვს და უნდა გაუფრთხილდე მაგას რა. მე ძალიან მეწყინა რა. დარწმუნებული ვიყავი რომ ბოლომდე მიაწვებოდი რა რაღაცებს. შენნაირი ადამიანი პროექტში საჭიროა რა. გახსოვ ამ პირველად რომ მოვედი, ეგ ვთქვი რომ აქ იმიტომ ვარ რომ მივიღე გამოცდილება და გავერთო და ვისიამოვნო. გამოცდილება ჩემი აზრით ვერ მიიღე? არა, მივიღე, ძალიან კარგი. ბოლო ვიდეოდან ჩანს რა. ყურებაც შემდეგ რო გავაგზავნებ მიშველის, მაგრამ აი სადღაც სტრესში გადამეზარდა და მაგიტო აღარ მინდა რა, რაღაც ამბავში ცოტა დემოტივაციაც იყო რა. რისგან იყო დემოტივაცია? ხალხის აზრი მარტო მაშინ მაინტერესებს, როცა რაღაც ამბავში ვეთანხმები. თუ არ ვეთანხმები, სისულელეს ლაპარაკობს, ესე იგი ვიღაც არ მაინტერესებს. მაგრამ თუ სადღაც ვეთანხმები, ესე იგი არ კომენტარებზე გააბრაზეს, იქ უწერდნენ ეს ტიკტოკერი გაკავთ და რაღაცეები. არა და მაგარი ვიდეოები გადაიღე. აი, შენს ვიდეოს ყველაზე მეტი ნახვა აქ ჩხუბზე რაც გადაიღე. რაც კი ამ პროექტის პარგლებში მე მგონია რომ მანდ ვიყავი მაქსიმალურად ჩემი თავი რა, იმიტომ რომ ეგ იდეა ისაც აქამდეც მქონდა. უბრალოდ მართლა ისე დაემთხვა რომ პროექტში განვახორციელე. შემეცრებით დავალებაზე აი თავიდანვე თვალი მომეჭუტა რა. გოდიშია. მელანქოლიური ყოფილიყო და არა, რატომ უნდა იყოს მელანქოლიური, კაი იყო. არა, ბევრი სპონსორები ყავს TikTok-ზე და просто არ უნდა გაეკეთებინა ეგ რა. არ უნდა და მარგველ, კაცურად დატოვე რა. გამოსამშვიდობებელი წერილი ბუბასი. არა, მოკლედ რა, მე ძალიან ყოფილი ვარ. ყველაფრით ფიქრობ რომ შემეძლო უფრო ბოლოსკენ წავსულიყავი, მაგრამ იყო რაღაცები, რამაც ხელი შემიშალა. აბა ძირს ვიყურები და ესე ვილაპარაკებ. გამეორდები რომ ჩემი ამ პროექტში მონაწილეობის მთავარი მიზეზი იდეაში თქვენ სამი იყავით. არ მეგონა ეს ძალიან თუ მომწონდა აქაურობა. არა მართლა.
გასწორა. პაკა. მართლა ჟიურზე რასაც ვიტყვი. მოგწერთ რა ვერ ვამბობ. ვერ ჩაჩი მოგწერ. დაანახე რა. მომენატრებით მე. რაც არ უნდა იყოს, მგონია რომ კრეატორის გამარჯვებულება არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რა და თითქოს რაღაცა მოლოდინებში იქნები რომ უნდა გაამართლო მაყურებლის ინტერესები და მოლოდინები და ის რომ მანამდე გავარდე და აი აქ ამ პროცესში იყო ჩართული და ბევრი რამე ისწავლო არ ცვლის საერთოდ არაფერს რა ეხლა შეგიძლია თავისუფლად გააგზავნო განავითარო შენი კარიერა YouTube-ზე და ვინც კრეატორში გაიმარჯვებს, იმას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა და ალბათ მეტი სტრესიც ექნება და არ მგონია რომ ის არის რა, ძალიან დიდი ტრაგედიაა რომ დავტოვებთ ერთმანეთს და თან მაგდასთან ჩვენ გვექნება ურთიერთობა პროექტის მიღმაც. ძალიან ბევრი. ხვდები რომ მოწყენის სახეები იმიტომ გაქვთ რომ თქვენ გძონთ პასუხისმგებლობას მაგდროულად რომ აქაურობა დატოვა და მართლებიც ხართ. მაგრამ არ ნერვიულად, ხო, ერთი ადამიანი გქონდა. შემდეგში კიდე ერთი დატოვებთ. იმის შემდეგში კიდე ერთი, მე კიდე ერთი და ერთი მოიგებთ. იმუნიტეტის თემა, აი როგორ არის, ჩემ ბავშვობაში სულ ვიბრძოდი ხოლმე, რომ ჭიდაობა მესწავლ და სუმცებდნენ ვერაზდოს ვერ სწავლობდი ხოლმე ჭიდაობას და ველური დოქტორიც ესეა, ყოველთვის ერთი კულით ცდება და ველური დოქტორი საერთოდ წეგანა ეს კიდე გეძახდე ნო გარეული ექიმი იყო ორივე სიტყვა შეცვალა ველური დოქტორი ველური დოქტორი ქვია ისე ველური დოქტორი კიდევ ერთი კულით აცდა ეს არის ჰიტასი და კაკოს ბრალი მოკლედ ბოლო ოქროს ურდო არის დღეს რომელიც ზუკამ აიღო შემდეგში აღარ იქნება ოქროს ურდოები და შემოდის ხალხის ხმა და რა არის ხალხის ხმა ხალხის ხმა ნიშნავს 1/4-ს ჩვენი შეფასებით, ანუ ჩვენ მთლიანი შეფასების 1/4 იქნება ხალხის ხმაზე დამოკიდებული, ხო სწორად ვიძახი. ნახვებით, ლაიქებით დაჯამდება და იმის მიხედვით იქნება ხალხის შეფასება. ანუ თქვენ შემოდიხართ უკვე, მარტო ჩვენ რო არ ავიღოთ პასუხისმგებლობა, აც უკვე თქვენ ხართ პასუხისმგებლები, ვის დატოვებთ და ვის გაუშვებთ. მონაწილეების ვიდეოს რამდენი ნახვა იქნება და რამდენი ლაიქი. თუ მოგწონთ უყურეთ დღეში 3-ჯერ თუ არ მოგწონთ, თვალი აარიდეთ. წინინდელი ვიდეოდან ოქროს შუალედი რა შუაშია და შუალედი გახდა 2 კვირა, რადგან უფრო მეტი ნახვა და ლაიქი დააგროვოს ვიდეოს. თქვენ გქონდეთ დრო, რომ უფრო მეტი უყუროთ ადამიანებს, უფრო კარგად განიხილოთ, რაც შესაბამისად ზუსტად აისახება მათ დარჩენა არ დარჩენაზე პროექტში. მოკლედ, თქვენზეა უკვე დამოკიდება, ანუ ერთი ხმა თქვენი, ანუ მეოთხე ჟიური ხართ თქვენ. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენი მენტორი იქნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონტენტ კრეატორი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება ზოგადად. მისი მონტაჟის სკილებიც და ედიტის სკილებიც ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს ნახევარსფეროში. გოტა. და მისი ძლიერი მხარე არ არის დრო. ძალიან დიდი მადლობა ჰიტა პატივისცემით, მოგესალმებით მაყურებელს. გოტა, შენ ხარ წყემსი. სხვა ყველა მწყემს ცუდი ამბავი მოყვა და ძალიან ცუდი მწყემსები იყვნენ აქამდე. ყველას ამას ვეუბნები, შემდეგსაც ამას ვეთქვი. ვერ განმწყემსეს და ვერ ასწავლეს ისწოდა რაც არის YouTube-ი რა, იმიტომ რომ ბასტო იყო, არ მინდა საუბარი კიდე ამ ადამიანებზე. ერთ-ერთი კარგი ადამიანი და ნათელი წერტილი ჩემთვის ხარ შენ, იმიტომ რომ შენ ისეთი სკილები გაქვს, მაგის გადაცემას თუ შეძლებ, ეს პროექტი საერთოდ აღარ სჭირდება თავად. ნახოთ რა ვიდეოს რო უყურებდი. დიდი სული მაქვს რომ ვერიკოს გადასცე, იმიტომ რომ ვერიკო ზუსტად მაქსიმუმ შევეცდები რაღაც ვიდეოს რო უყურებდი ხოლმე და რაღაც შენიშვნები მქონდა, ხა პირადში ყოველს მიწერა არ დავიწყე, შეიძლება უადგილოს ყოფილიყო. ამიტომ შევეცდები რომ ახლა გადავცე რაღაც ცოდნები, რაღაც შენიშვნები, რაც მაქვს უფრო გაუზიარო და ჩავერთო პროცესში. შენ კიდე არ მოგცემ გაზარმაცების საშუალებას, მიუხედავად იმისა რომ იმუნიტეტი გაქვს. ხო, რაც შეეხება ჟიურს, არინერვიულად კარგი ხერში არიან კონკურსანტებიდან, შეგვიძლია გაგაცნოთ ახალი დავალება, ასე რომ ვთქვათ. ძალიან გამიხარდა გოტას მოსვლა რა და ყველას ადმიღმა პატივისცემის მიუხედავად მგონია რომ გოტა არის ერთ-ერთი საუკეთესო მენტორი, შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო, იმიტომ რომ გოტას რაც ტექნიკური ცოდნა აქვს YouTube-ზე და როგორც შეუძლია ააგოს ვიდეოები, აი რომ მკითხო ვინმე რომ ჩამოთვალეო, აი სამი ადამიანი რომ ჩამოთვალეო, ერთ-ერთი აუცილებლად იქნება გოტა და მგონია რომ გოტას ეხლა ჩართულობა ძალიან დაეხმარება პროექტის მონაწილეებს, რომ შემდეგ ვიდეოები უკეთესი გახდეს, ამიტომ გოტას ბევრი დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს. შემდეგ ტურში თითო კაცს ხაბატონს. გოტას გარდა გადამოგეცემათ ფულადი თანხა, რითიც უნდა შექმნათ ვიდეო. ეს ფული შეგიძლიათ უბრალოდ ჯიურის მისცეთ და მოისყიდოთ და ძალიან იზია, რასაც მე აუცილებლად ვემხრობი.
ფულს აძლევ ადამიანს, ის კარგ ფულს გიწერს. მაგრამ არცევს რთული გზაც. არცევს რთული გზა. ამ ბიუჯეტით გადაიღოთ ვიდეო. ეს ბიუჯეტი არის არც მეტი, არც ნაკლები 300,000 მწვანე ხახვი, რომელიც არის 2,000 ლარის ღირებულების. ანუ თვითონ მონაწილეს გადაეცემა 2,000 ლარი. და 2,000 ლარით თქვენ შეგიძლიათ თუ რამე აპარატურა გჭირდებათ შეიძინოთ და გამოიყენოთ თქვენს ვიდეოში ან ნუ ასპოილერ, ნუ ეუბნები, ძმაო. გაყიდე მაჭრობას დაიწყებენ, გაანებით. თავარი იმ კონტენტში რა ვიდეოც დაიდება, იქ ჩანდეს, რომ ეს 2,000 ლარი რაღაცაში გამოგაქვს. შეგიძლია რესტორანში დახვიდე ძმაკაცებთან ერთად და დალე. ეგ მაგარი ვიდეო. მართლა გეუბნები. რომ დაიწყო, ტიპიურად, არანაირი სტორითელინგი, სადღეგრძელოების. მეგობრებო, გეხვეწებით, მე ნუ გადამივლის კომენტარებში იმის გამო, რომ მაგდა გავარდა. მე ძალიან მიყვარს მაგდა და ეხავ ემზადვა, რომ დავტოვო მაგდას გამო პროექტი რა. ხო, თუ დამეთანხმებით, ბაზარი არა, პროსტა ხო რა, არც ეგეთი სულ ტიპია, რომ როგორც თქვენი ძახით. თვითონ თუ და ადამიანს თვითონ მიიღოს ეგ გადაწყვეტილება და პროექტის შემქმნელობა. მე ვემიჯნები ყველანაირ პროცესს. ჟიური თუ გადაწყვეტს, მაგას მე მზადო. ჩვენ უკვე გადავწყვეტეთ. მაგდას დაუწერეთ გულები. ამ ვიდეოს ქვემოთ ბევრი. აი, მალადეც, აი გუშველის. აი მაგდამ დარეკაო ძალიან სწორად ყავდა გულები ვინ დაწერაო და ძალიან კარგად ვარო. აი გულზე მომეშვაო ამდენი გულიო. ჯი უკანჯიბიდან 20,000 ლარი ამოაცალეს და გულები უშველი. რაც ჩვენი და ქულა აწია და ეხა ჩვენ ვიგეთ. მოკლედ მაგდა ამ ტურში იმსახურებდა გაშვებას, იმიტომ რომ ამ 4 ადამიანზე სუსტი აღმოჩნდა ამ კონკრეტულ ვიდეოში რა. და ეს კონკურსები ამ ვიდეოებს. გამოიწერეთ არხი, კრეატორის არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარებში, რამდენად კარგი ვარ მე და რამდენად ცუდი ესენი. მენტორის სივრცეში გადავიდეთ და გოტამ იმენტოროს და ნეტა არავინ დაჯაჯოს. გილოცავთ მეგობრებო, კონკურსანტებო, შენვე ეტაპზე გადასვლას. საკმაოდ რთული პერიოდი იწყება, იმიტომ რომ იზრდება თქვენი დატოვების შანსი, უკვე 25% არის შემდეგ ეტაპზე. შენ გილოცავ შენს იმუნიტეტს, მაგრამ ამან არ უნდა მოგადუნოს, იმიტომ რომ შემდეგ ეტაპებზე აისახება თუნდაც შენს განწყობაზე და ასე შემდეგ. შემდეგი დავალება არის ის, რომ დიდად დავალება არ გაქვთ, გაქვთ უბრალოდ ბიუჯეტი, საქართველოს ბანკისგან გამოყოფილი 2,000 ლარი. სუფთა თქვენს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული რაში დახარჯავთ ამას. ამაზე შეგვიძლია მე უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ტექნიკა, რაც გჭირდებათ, რომ გააუმჯობესოთ ვიდეოს ხარისხი, აუდიოს ხარისხი, ასე შემდეგ. ასევე შეგიძლიათ, არ ვიცი 2,000 ლარი ვიღაცას ეგრევე აჩუქოთ, ან ფრენის ბილეთი იყიდოთ, წახვიდეთ, იმოგზაუროთ. ეს საშუალებას გაძლევთ იმას, რომ ალბათ რაც იდეები დაგიგროვდათ ქვეცნობიერში, ან YouTube-ის და რის გამოც დაიწყეთ, მაგის გაკეთების საშუალებას გაძლევთ რა. ანუ სრული ფრისტაილია. ვერიკო, შენს ალბათ შეგიძლია რომ რაღაც შენი არხის მიმართულება არ ვიცი, მაინდამაც მოგზაურობებისკენ გინდა თუ არა და ველოს სამყაროს გარშემო, მაგრამ შენს ძალიან ბევრი ის გასაქანი გაქვს, ასე რომ ვთქვათ რა. შენი კითხე რომ მაინდამაც უნდა გამოჩეს თუ არა ამ თანხის დახარჯვა ვიდეოში. არ არის აუცილებელი რა. აი ჩემს მაგალითს კიდე ერთხელ ვიტყვი. მეც ერთ-ერთ სპონსორშიპის დროს რაღაცა თანხა ჩამირიცხეს და უბრალოდ კამერა ისე მჭირდებოდა, რომ გადავწყვიტე რომ ერთი თეთრით მე მოგზაურა, ანუ რაღაცა კონტენტი მაინც ვიპოვე და რავი ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი აღმოჩნდა ჩემს არხზე რა. ამიტომ რაღაც აი ეს 2,000 ლარი მაინდამაინც ისე არ უყუროთ რომ აი არ უნდა დახარჯოთ ვიდეოში, მაგრამ ასევე მეორე ფაქტორია რომ ძალიან საინტერესოა რა შესაძლებლობებს მოგცემთ ეს და როგორ გამოიყენებთ ამას რა. რამე ამოგიტივტივდათ ისეთი იდეა არის გაეთევას გინდათ. მე მაქვს რაღაც იდეები, მაგრამ ნუ არ ვიცი რა. ეხლა შენს თქვი იდეაში და მოგზაურობაზე თქვი რა და გამისტორდებოდა ძალიან ეგ 2,000 ლარი რომ დავხარჯო იმაში, რომ რაღაც ადგილებში მოგზაურო, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუნდაც საქართველოშიც რა. ოღონდ ნუ თავის მოტივი უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა, ხა მაგას ესე მოტივიანად და ყველაფრიან არ მომიფიქრებია, მაგრამ ეგ ძალიან გამისტორდება, იმიტომ რომ ჩემი კონტენტიც ძალიან სულ ინდორი არის და ეგეთ კონტენტში რომ გამომეჩინა ჩემი თავი და გამომეცადა, კაი იქნებოდა რა და ვიდეოშიც მე მგონი რომ უკეთესი იქნებოდა რა. ანუ მეც მენტორობა ეგეთ კონტენტში უფრო მეტად გამისტორდება, სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოებიც შეგვიძლიათ ალბათ გინახავთ და რაღაც აი მოგზაურობისკენ თუ წახვალთ, მეც უფრო კომფორტულად ვიქნები, მაგრამ ამან არ რაღაცა გადაწყვეტილება არ მიგაღებია. თან ჩემთვის გამოწვევა იმიტომ არის ეგ, რომ სუდად ჟღერს ალბათ ცოტა, მაგრამ ძალიან ბევრი კონტენტია მოგზაურობის რა და ძალიან რთულია რომ ეგ კარგად გააკეთო. ეხლა გაქვთ შანსი რომ რაღაცა ვაირალ ვიდეო გააკეთოთ რა და აი აუცილებლად უნდა გააკეთოთ. ყოველ შემთხვევაში უნდა ცადოთ რა. ამ ვიდეოში ხა რადგან თავისუფალ თემა გვაქვს, რას ფიქრობ, ხარისხს უფრო მივაქციოთ ყურადღება თუ უფრო მეტად იდეას მივაწვევთ? იმიტომ რომ აი ხა ჩემ შემთხვევაში რომ საუბრობთ რაღაც ხარისხზე, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოების ხარისხი შედარებით უფრო დაბალია. რა თქმა უნდა, ორივე უკეთესი იქნება, მაგრამ რაღაც არჩევანის
შეიძლება იყოს ხო რაღაც ხარისხი. აი ნახე შენ თვითონ რო თქვი ველოსიპედი ცოტა ისეთი თემა, ნაკლებ ხალხს აინტერესებსო. ამ შემთხვევაში ვაირალს მივაწვებოდია შეიძლება, იმიტომ რომ რახან დაგვემატა მეოთხე ადამიანი, მეოთხე ჟიური არის ნახვები და ლაიქები. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა უკვე იფიქრო იმაზე, ყველა იუთუბერი არ არის დაბადებული იმისთვის, რომ მაგის ყველა კონტენტი იყოს ვაირალი რა. ანუ შენ თუ ველო კონტენტი გაქვს, შენი მაყურებელი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ იმათი ხარისხი გაცილებით მეტია. აი მაგალითად, რომ დაარეკლამო ველოსიპედის საბურავი, შენი 10000 ნახვა ბევრად მეტ კონვერციას და გაყიდვას მოუტანს მაღაზიას, ვიდრე მაგალითად ჩემი ან კაკოს 300000 ნახვა რა. იმიტომ რომ შენ ყავს კონკრეტული სპეციფიკის ის და რამდენადაც კარგია ეგ, იმდენად ეხა ამ ამბავში ცოტა რახან დაემატა მაყურებელი, მაგიტო ცუდია და მაგიტო რაღაცა ვაირალიც იყოს, კაიქნებოდა რა ალბათ. მაგაზეც იფიქრე და ხარისხზე როგორ თქვა, ხარ არ მეაქვს ყურადღება თქო, მაგრამ პეტლიჩკაცი თუ იწერ ხმას, ჯობია ალბათ შეიძლება მაგ 2000 ლარიდან 300 ლარად მიკროფონი იყიდო და შენი voice-over-ის ხარისხი უბრალოდ იმდენად გაიზრდება, რომ მაყურებელი შეამჩნევს და იწვის, რომ ვა, იმენა ყოჩახლა. გოტა ზოგადად შენი მენტორობით ინდა და კაი ვიდეოს გადაღება რა. მე სული მქონდა რომ აი ატურავდე მოსულიყავი, მაგრამ ეს საერთოდ იდეა არ მომდის და შეიძლება მართლაც მაგაცებთან ერთად წავიდე და დავთხრე და დავლია იმიზეთ. ხვალ გამიხილოთ და რა გავისაუბრეთ. ომარ არის ყველაზე მაგარი კაცი ხალხო დაიმახსოვრეთ. შეგიძლიათ ყველაფერზე მომწეროთ, რა პროგრამაში ამონტაჟებთ? After Premiere DaVinci. DaVinci-ში ასიყენ color grading. Colors ხანდახან CapCut-ი იმედია კომპიუტერზე მაინც. მე DaVinci-ს უწევ უდიდეს რეკომენდაციას ის, რომ რაღაცა რთულია და კოლორისთვის არის არა, იმიტომ ადრე იყო, ეხლა იმდენად დაიხვეწა და იმდენად გამარტივდა, რომ iPhone-ივით სმუზი და კომფორტულია რა. აი ხა მაინტერესებს როგორ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აი თქვით, რომ აი ამის გადაღება უნდა დავიწყო რა. ანუ რა არის თქვენი პირველი საფიქრალი რა. ანუ მე მგონია რომ რაღაცა ვიდეოები რა შედარებით კარგი გამომდის, ძალიან უნდა მინდოდეს. ანუ მე თუ რაღაცა არ მინდა ესე შინაგანად კომფორტულად არ გზავნო თავს, ან პირდაპირ რაღაცა სათქმელი არ მაქვს, ძალიან რთულია რომ ესე ვიდეო გადავიღო. ამიტომ მგონია რომ ესე დავფიქრდები უფრო მეტად რა მინდა რომ გავაკეთო, რისი თქმა მინდა საერთოდ ჩემი აუდიტორიისთვის. ამიტომ უფრო მაგაზე წავალ და არა იმაზე რომ ვაირალ იყოს. მიუხედავად იმისა რომ ეს დავალება ის არის რომ უფრო ვაირალ გააკეთო რა. თუმცა შეიძლება რომ ეხლა გამოწვევა ის არის რომ ისეთ რაღაც გავაკეთო რომ ორივე ჩავსვა მაგაში და რაღაცა შევქმნო. აი ჩემს მაგათაც ძალიან საინტერესო თბილისში ველოსიპედის გადაადგილების პრობლემები, ოღონდ ცოტა აი ხალისიანად დანახული ის ვიდეო გაქვს ნახი кейსის ნაისტადი ნიუ-იორკში რომ მიდის და წინ რაღაცები რო ხდება და რო ეჯახება და კაროჩ მიდის რა ველობილიგზე და რაც ხდება წინ ეჯახება. შეგიძლია გადაიღო და მე ახალი ველოსიპედი იყიდო ბოლოს 2000 ლარად. თუ ცოცხალი იქნები ახლა. რაღაცა წახვიდე იმკურნალო ხელი ჩაისრაგებში და რაღაც. აი აუდიოს ჩასაწერად ასიყენებთ. აუდიოს ჩასაწერად? ხო. პეტლიჩკას რო ან პეტლიჩკას ან მიკროფონს. სახში ვზივარ მიკროფონს და როცა ხო და მოდელი, ან მაინტერესებს ახლა რაღაცა ტექნიკაში რაღაცა თუ გაყლიათ, მე ვამართლებ რომ აი 300-400 არის. პეტლიჩკები არ მაქვს, მაგრამ ანუ ან ვითხოვებ ხოლმე, ან კიდე ჩემი მიკროფონის და საუნდ კარტის და ლეპტოპით დავვიგებ. ხო, აი სამოგზაუროდ წავხარ ახლა პეტლიჩკა რო არ გაქვს. თუ ვითხოვებ და წაიღებ ხო, მაგრამ აი ყიდვა კაია ვარიანტი ყველა ვარიანტში კი. YouTube-ში სკრიპტი ძირითადად ხშირ შემთხვევაში თუ მეტეს აუდიორ თემაში ეგ იგულისხმება, რომ რაღაცა თქვა, რომ მაგალითად აი აქ რო ჩავფრინდები, აეროპორტში დავდგე და რაღაცა თქვა, იქ რაღაცა 7 წინადადება არ გაქვს, რომ ეს მე წაიკითხო და რაღაცა, მაგრამ გაქვს, რომ აეროპორტში ჩავფრინდი რაღაცა რესტორნის შეფასებისას ბოლოს, რომ მაგალითად 3 რაღაცით შეაფასო, სისუფთავე, გემო, მომსახურების სისწრაფე. და ასე შემდეგ რა, ანუ ეგეთი ეგ რაღაცები აი ძალიან გიმარტივებს მონტაჟს, იმიტომ რომ მე ამას დაგეგმვისას რო აკეთებ, მე გადაღებისას აკეთებ, მე მონტაჟისას უკვე თავისით მოდის, რომ აი კაპკაპ დაალაგებ. Pre-production და post-production ისპანტი, რა როგორც კინოში. კოტა რესტორანი აჯობებს თუ ბარი უბრალოდ? საუნა. საუნა. აუ საუნა რა, აუ მე სამიყვანე თუ წახვალ რა ხოიცები რა. წილში შემოვა. საუნაში თუ წახვალ. აუ საუნაში მე ხოიცე ვარ საუნაში ძმაო, აი სუმიდოდ არ ვსწორ დამყოფი და თუ წახვალ წამიყვანე ხოიცები. მოკლედ ხაზზე ვარ მართლა, ძალიან გულით დაგეხმარებით, გაგიზიარებთ იდეებს, რაღაცებს, პატარა როუსტსაც გაგიკეთებთ, თუ ვიდეოებს აჩვენებთ ხოლმე მენტორს სანამ ბევრ შენიშვნას მოგცემთ, რომელსაც გავაუმჯობესებთ ვიდეოს და ერთად გავაკეთოთ რაღაცა საინტერესო. კაი, მინდა რომ რაღაცა აი ამ ჩვენი თანამშრომლობის და კოლაბორაციის შემდეგ პატარა სულილება მოხდეს, რომელსაც თქვენ იმედია შეატყობთ და მაყურებელიც თუ შეატყობს, ეს იქნება ჩვენი გამარჯვება რა. მოკლედ თქვენთან ვარ, სიამოვნებით დაგეხმარებით, მეც გამოვიარე ეს ეტაპი, რაღაცები ვისწავლე გზადაგზა, ერთ სული მაქვს ერთად გავაკეთოთ კაი ვიდეოები. ეხლა კი ვნახოთ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები და როგორ ქმნიან ვიდეოებს, რომლებიც თქვენ მოგწონთ და უყურებთ. კადრს მიღმა კადრები არის ისეთი რომ behind the scenes მივდივართ ახლა ყველაზე მთავარ ადგილას
მივდივით. ეხლა მე მომწონს საღამოს თვასთან სამსა ჯავახეთში მივდივართ და მივემართებით ზემო რაჭისკენ, უნდა ვესტუმროთ სოფელ ღებს, ვაპირებ ღებელების გახარებას და კარგ დასვენებას რაჭაში. წითელი ჯვრის მახსოვს, გაიგე, მოვიდა დახმარება, მოვიდე და მეორე თქვენ ახლა. აიხარეთ. ესე არ არის და არავინ. ეხლა ვარ თიანეთში. ძალიან მალე უკვე მივალთ ბავშვებთან, ცოტას ხილავ, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ დაგხვდებიან. ვაი, ეს რა? ეს რა? აი მოკლედ ახლა მივდივართ ჩვენი პირველი შეკვეთის მისატანად. მისატანად აქ უნდა გავატანოთ. 99 წელიწადში. 99 წელიწადში ეს ყოჩა. გამითავდა 2 სექტემბერში. 100 წელს უნდა გადაცდეთ. ვაიმე. ვიდეოს მოხჭი. და ეხლა უკვე დადგა დრო, რომ სტრუქტურულად დავაწყო. და ეხლა თავარია ამბავი. ეს არის ყველაზე რთული ნაწილი, იმიტომ რომ ამბის გარეშე უბრალოდ კადრები არაფერი არ არის. ხო და მოკლედ აჩი, რა, მე მგონი გამოგადგება ეს კადრები რა, ნახე, კაი ადგილას ვართ. გამოიწერეთ.